მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები ქალაქის მერს ბატონ არჩილს, მივესალმებით ამსეს საზოგადოებას, წარმატებული დღე მინდა გისურვოთ. კოლეგებო, მოგეხსენებათ, დაახლოებით 1 დღის წინ ჩატარდა ქვეყანაში ყველაზე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დემოკრატიული არჩევნები. სწორედ დღეს ისტორიული დღეა, დღეს მრავალპარტიული პარლამენტი იქნებება 12 საათზე და მინდა თქვენი სახელით, მთლიანი მერის სახელით უსურვო წარმატებები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და შემდგომ 20 წლიანი ნაყოფიერი მუშაობა ჩვენს მრავალპარტიულ პარლამენტს. კოლეგებო, თქვენ დარიგებული გაქვთ დღის წესრიგი, გაცნობილი ვართ დღის წესრიგს. დღის წესრიგით გათვალისწინებული არის 12 საკითხის განხილვა. პროცედურულ საკითხებთან თუ ვინმეს გსურთ, შემიძლია მოგისმინოთ პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ. მაშკენჭი უყაროთ წარმოდგენილ დღის წესრიგს. მომხრე მადლობთ კოლეგებო, დღის წესრიგი დამტკიცებულია. სანამ დავიწყებდეთ დღის წესრიგის გარშემო საკითხების განხილვას, ვინმეს თუ გაქვს სურვილი, მოკლე განცხადებებისთვის გთხოვთ დამიცვათ რეგლამენტი. ბატონო არჩილ და შემდეგ ბატონი რაული. ბრძანეთ ბატონო არჩილ. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე. ბატონო არჩილ, ძალიან დიდი ბოდიში და მოგიხადოთ. კოლეგებო, მაპატიეთ, მე მაქვს პატივი, რომ რამოდენიმე დღეში, დღე-დღეზე შეიკრიბება უმაღლესი საბჭო და უმაღლესი საბჭოს მომავალი წარმომადგენელი ბატონი ლაშა და მე მინდა მიულოცო ეს დიდი საპატიო და დიდი საფუძვლო საქმე და მინდა უსურვო ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის საკუთრ ბევრი სასიკეთო საქმეების გაკეთება. ულოცავთ ბატონ ლაშას და მომავალი წარმომადგენელს. ბოდიში ბატონო არჩილ, გთხოვთ ბრძანეთ. როგორ გადავა? მოგესალმებით ბატონო კოლეგებო. მოგესალმებით ბატონო არჩილ. მეც მინდა მიულოცო ბატონ ლაშას, მაგრამ გაფრთხილებ, რომ არ შეგეშალო შემდგომში აქ არ შემოხვიდე, შენი გზა იქეთ იქნება აწი. ბატონო არჩილ, ვიდრე კითხვას დავსვამდე, მე არ შემიძლია არ აღვნიშნო, მე უახლოესი მეგობარი იყო ჩემი, ჩვენი ერთ-ერთი პოლიტიკოსი გამოგვეცალა კობა დავითაშვილთან დაკავშირებით არ შემიძლია არ აღვნიშნო და სამძიმარი არ გამოუთქვა მისი ოჯახის მიმართ. და თქვენ კარგად იცით, რომ ეს წარსულში რაც დაემართა ადამიანს და იმის შემდგომ უკვე როგორ განვითარდა მოვლენები, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ მე მინდა მისი ოჯახის მიმართ გამოუთქვა სამძიმარი და ნამდვილად აქტიური და ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკოსი გამოვაკლდა საქართველოს. ბატონო არჩილ, ეს საკითხი, რომელსაც ახლა მე დავსვამ, არაერთხელ მithქვამს 3 წლის განმავლობაში ვლაპარაკობ თითქმის, რომ შემოერთებული ტერიტორიები მაქვს ხედველობაში. იქ არის დასახლებები, ხედველობაში მაქვს განგისის სასახლება, აეროპორტის დასახლება, ადლის და ასე შემდეგ. დღემდე მოუწესრიგებელია ქუჩებზე სახელების მითითება, მინიშნება და სანოსან ნიშნების, ასევე ნომრების. ეს ხელს უშლის მნიშვნელოვნად პირველ რიგში, როდესაც სასწრაფო დახმარების გამოძახება ხდება. ეს არაერთხელ მომმართა მე, ჩემ როგორც ჩემმა მეგობარმა, ასევე ნაცნობმა იქაურმა მუშაკმა. ასევე ერთი რამ მაინტერესებს კიდე. ავასწინებ, მე თვითონ ვარ ამ ფაქტის მომსწრე, დეზინფექცია ჩატარდა მრავალსართულიან სახლებში. პირდაპირ წერია, გაწერილია ბიუჯეტის ვნახე, რომ დეზინფექცია შეიძლება ჩატარდეს მრავალსართულიან და მრავალბინიან სახლებში. იქ არ არის მითითებული კონკრეტულად თუ პირველი სართული გულისხმობა, მეორე თუ მესამე. აკეთებენ დეზინფექცია გააკეთეს მხოლოდ და მხოლოდ სადარბაზოს პირველ სართულზე და წავიდნენ. ეს რამდენად დასაშვებია, ეს მითითება ასეთი თუ ეს არასწორი მოქმედება მათი მხრიდან. მე შემდგომ მე ის ფაქტიც ვნახე, რომ ხელს აწერინებდნენ მეხუთე და მეოთხე სართულის ცხოვრებლებს. გმადლობთ. მადლობა. ბატონო რაულ ბრძანეთ. მოგესალმებით პატივისცემულო კოლეგებო და მოგესალმებით დამსწრე საზოგადოებას. პირველ რიგში უერთდები პათოს და ბატონ ლაშა სირაბიძეს ულოცავად ჯარის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევას. ლაშა ძალიან კარგი ადამიანია და ჩვენი ყველას მეგობარია და მე ვფიქრობ, რომ იქ უფრო პროდუქტიულად და უფრო კარგად გააგრძელებს და ბევრ საქმესაც გააკეთებს ჩვენი რეგიონისთვის და
წარმატებები მინდა გისურვო ჩემო მეგობარ. ეხლა რაც შეეხება საკითხებიდან გამომდინარე, მე მინდა პირველ რიგში ბოლო პერიოდში ასე ვთქვათ ტენდენციად იქცა და ძალიან ცუდ პრაქტიკად ზოგიერთი სხვადასხვა პარტიების მხრიდან და მათი წარმომადგენლების მხრიდან პოლიციელების მიმართ სალანძღავი სიტყვების გამოხატვა, მათ მიმართ ასე ვთქვათ ფიზიკური მოსპობის, მათი სიცოცხლის და სხვადასხვა ესეთი ცუდი პათოსები, რაც ძალიან დამაზიანებელია ამ ინსტიტუტისათვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისათვის. პოლიციელები არიან ის ადამიანები, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს პირველ რიგში და ებრძვიან კრიმინალს ამ ქვეყანაში, რომ ქვეყანაში გქონდეს წესრიგი და ჩვენ მოქალაქეებმა შვიდად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და მე ასე ვთქვათ თანადგომას ვუცხადებ მათ და მინდა გითხრათ, რომ ვფიქრობ, რომ მომავლისთვის ასეთი საკითხები რაც ხდება, ეს აღარ უნდა გაგრძელდეს და მოუწოდებ მათ, რომ მთლიანობაში ფრთხილად იყვნენ ამ კუთხით, რომ საზოგადოებრივი წესრიგი, ასე ვთქვათ, დანაშაული და გადაცდომა ყველასთვისაც, ჩემთვისაც, რიგითი მოქალაქისთვისაც, პარლამენტის წევრისაც, კანონი ყველასთვის კანონია. ეს ერთი საკითხი და მეორე საკითხი არის ის, რომ კარგია რომ ყველა სხდომაზე ქალაქის მერი, ასე ვთქვათ, მოვალეობის შემსრულებელი ესწრება ჩვენს სხდომებს და კარგია რომ ეს მომავალში როცა სხვა მერი იქნება, მათთვისაც მაგალითი იყოს, რომ ყოველთვის მერი თუ მას რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი არ აქვს, საკრებულოს სხდომებს ესწრება და ეს ძალიან კარგია. მე ასე ვთქვათ საკითხი მინდა დავსვა ასე, რომ უბრალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონმა არჩილმა მამულაძემ გააკეთა განცხადება ერთხელ და დასვა ეს საკითხი. ეს ეხება გორგილაძის ქუჩაზე ნომერ 101 და 103 შორის ეზოს მოწყობის თაობას. დაახლოებით 20 თუ 30 წელია უკვე პირდებიან ასე ვთქვათ მერის სამსახურებიდან, რომ მალე გაკეთდება, ან ინვესტორი შემოდის აღებაში ეს სახლები და ამქიდან გამომდინარე წყალში გადაყრილი ფულია და ანუ აი წელს თუ არა მომავალში იწყება და აი ამ ლოდინით პრაქტიკულად ეს ეზო, აი მე მგონი ბათუმში არ არის დარჩენილი არც ერთი ეზო, თითქმის ყველა გაკეთებულია, მხოლოდ ეს ერთი ეზოა დარჩენილი და იმ ჩვენ მოსახლეობასთან ხშირად გვაქვს შეხვედრები მე დაარჩიქს და იქიდან გამომდინარე ეს არის მათი თხოვნა, რომ იქნებ ან ინვესტორი ვინც არის, ვთქვათ, ბოლო-ბოლო მოხდეს შესწავლა და დაიწყოს მშენებლობა, ნებართვა გაეცეს თუ წესრიგშია ყველაფერი, ან ბიუჯეტში ჩაიდოს თანხა და ესოზე გაკეთდეს, რომ ნორმალურად იქ მაცხოვრებლობა ნორმალურად იგრძნოს თავი. ეს არის ბატონო არჩილ ჩემი თხოვნა, რომ იქნებ ეს საკითხი შევისწავლოთ და შესწავლილი იქნეს და მოგვარდეს ერთხელ და სამუდამოდ ეგ საკითხი ამ ეზოს პრობლემა. იმიტომ რომ თანაც ეს ტერიტორია არის ასე ვთქვათ ტურისტული ზოლი, ტურისტული ასე ვთქვათ აი ეს ქუჩა და მიმზიდველი ტურისტებისათვის იქ ირგვლივ სასტუმროები და ასე ვთქვათ სასტუმროს ტიპის სახლებია. და კიდევ მინდოდა ერთ საკითხთან დაკავშირებით, პრაქტიკულად ქუჩების რეაბილიტაციის ასე ვთქვათ სანიაღვრების და მოწყობა ეს პროცესი ტემპში მიმდინარეობს, მაგრამ არის ადგილები, სადაც რაღაც არის შეფერხებები ბატონო არჩილ, მაგალითად ჯავახიშვილის ქუჩა. აი იქეთ კობალაძეზე და იქ სწრაფად გაკეთდა, ინას არიზის ქუჩაზე სწრაფად მიმდინარეობს მაკვირდები და ერთადერთი იქ არის ცოტა შეფერხება და იქნება ამ საკითხსაც ყურადღება მივაქციოთ. მადლობა ქალბატონ ნატა და შემდეგ ბატონი დიმიტრი. კოლეგებო, უმრავლესობის სახელით მინდა გამოთქვა ჩვენი კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ერთ-ერთი დასაყრდენი და აქტიური წევრი ბატონი ლაშა ცირაბიძე აგრძელებს თავის პოლიტიკურ საქმიანობას აჭარის უმაღლეს საბჭოში, აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რაც არა მხოლოდ ჩვენთვის არის სასიხარულო, არამედ ბათო-თითოეული ბათუმელისათვის, იმიტომ რომ სარეიტინგო შკალას თუ კი დავათვალიერებთ, საკმაოდ მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს ლაშა ცირაბიძე მოსახლეობაში. ჩვენ მოსახლეობის მოსაზრებებია ჩვენთვის თავარი და ამომავალი და არა რაღაც გაურკვეველი პოლიტიკური გემოვნების, ეგრეთ წოდებული არასამთავრობოების. შესაბამისად, მინდა სიამაყედ დავულოცო გზა ბატონ ლაშას
უმაღლეს საბჭოში იმ დაწყებული საქმეების გასაგრძელებლად, რასაც ბათუმის საკრებულოში ახორციელებდი და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ხმა შენთან ერთად ძალიან კარგ საქმეს მოუტანს თითოეულ ბათუმელს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ პერიოდში, როდესაც სამწუხაროდ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ძალა, დესტრუქციული ოპოზიციური ძალა მაქსიმალურად ცდილობს ყველა დემოკრატიული ინსტიტუციის მგრევას და თან ფსევდოდემოკრატებად გვევლინებიან. ასევე მინდა გამოთქვა კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს მეათე მოწვევის პარლამენტი იწყებს თავის საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, ყველა ამ წინააღმდეგობას დაძლევს და გაზაფხულზე კორონასთან ერთად გავისტუმრებთ ყველა იმ დესტრუქციულ ძალას, ვინც ქვეყნის ხილული თუ უხილავი მტერია. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობთ კოლეგებო. დიახ, წადეთ. მოგესალმებით. ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ. მეც ბატონო თავმჯდომარე უერთები პათოს და ულოცავ საქართველოს პარლამენტის დღეს იკრიბებიან 20 წლიან მუშაობას წარმატებულს უსურვებ მას და ასევე ულოცავ ლაშა სირაბიძეს კაცი რომელსაც უყვარს საკუთარი ქალაქი, ქალაქელები ძალიან ზრუნავს და ძალიან ბევრი უკეთებია და იმედია მომავალი თავმჯდომარეობიდან უფრო ბევრს გააკეთებს და წარმატებებს გისურვებ ჩემო და ჩვენო ლაშა. რაც შეეხება ორი სიტყვით მინდა შევეხო COVID პანდემიის სიტუაციას, რომელიც პიკშია ახლა ჩვენს ქვეყანაში და მწუხარება გამოთქვა ყველას მიმართ აბსოლუტურად, ვინც შეეწირა კორონავირუსის ესეთ იმპაქტს, რა ქვია, დაავადებას, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ექიმები, მათ მიმართ მინდა პატივისცემა, იმიტომ რომ საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ფაქტიურად დათმეს სიცოცხლე და მომავალი, იმიტომ რომ ჩვენი მოქალაქეები განეკურნათ და გადაერჩინათ. მადლობა მათ, ისინი არიან ომში, ისინი არიან ბრძოლაში, ისინი ებრძვიან მტერ სახელად კორონა და მე ყველა მათგანს პირველი ექიმიდან ბოლო ექთნამდე უსურვებ, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებულები დაბრუნებულიყვნენ და გამოსულიყვნენ ძალიან მალე. და პატივისცემა ჩემი მათ. ასევე მინდა ერთ საკითხს შევეხო კიდევ, რამოდენიმე დღეში, როგორც ვიცით, ავტოტრანსპორტის ახალი რეგულაციები იქნება შემოდის ქალაქში. ქალაქის რამოდენიმე ქუჩა შეიცვლება მიმართულებები, ზოგი სამხრივი გახდება, ზოგი ორმხრივი გახდება, ბასლაინები მოეწყო, ავტობუსების მიმართულებები შეიცვლება, ნიშნები დაყენდება და დაახლოებით 25 წელია ვზივარ საჭესთან, ჩემზე უფროსი თაობებია, რომლებიც ნახევარი საუკუნეა ამ ქალაქში დადიან. ავტომანქანით გადაადგილდებიან და ინსტინქტურად თვალდახუჭული შეიძლება ვთქვათ, რომ დავდივართ ამ ქალაქში. საკმაოდ დისკომფორტი და რთული იქნება ერთ დღეს გამოხვიდე და ეს მიმართულებები ყველა აბსოლუტურად იყოს შეცვლილი, ხო? ამიტომ გამომდინარე აქედან ძალიან ვთხოვ საბატონო პოლიციას, იმ პოლიციას, რომელიც ნამდვილად ხალხის სამსახურშია და ხალხზე ზრუნავს, ზედმეტად მკაცრები ნუ იქნებიან, თუ ვინმეს რაღაცა გადაცდენა ექნება უნებლიეთ და რაღაცა დარღვევები პირველი რამოდენიმე დღე მაინც გაფრთხილებით უფრო შემოიფარგლონ, ვიდრე საჯარიმო ქვითრები და ასე შემდეგ. მადლობა დიდი ყურადღებისთვის. მადლობთ. დიახ, ბატონო ბესმოთ. მოგესალმებით ყველას, ბატონო ლაშა, გილოცავ უმაღლეს საბჭოს წევრობას, წარმატებებს გისურვებთ. მეც აღნიშნავდი ერთ ფაქტს, რაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად ბატონი არჩილი დაინიშნა, უშუალოდ ყველას ხდომას ესწრება, თვითონ აღნიშნავს ყველა საკითხს ჩვენსაც და ამისთვის მას მადლობა მინდა მოუხადო. რაც შეეხება ჩემ თხოვნას, ბატონო არჩილ, მე დაახლოებით 1 წლის უკან დავსვი ეგ საკითხი, ჩვენთან არსებულ შენობაში, კანცელარიაში კარგი იქნება, რომ უფრო მოდერნიზაცია გავუკეთოთ არსებულ კანცელარიას, არც რიგის აპარატი დგას, რაც საშუალებას მოგცემს უფრო გამომარტივოთ მოქალაქეების მიღება, იქ ელექტრონული აბრებიც არ არის, რომელი მოქალაქე რომელ სპეციალისტთან უნდა მივიდეს
და მე ვფიქრობ, რომ კანცელარიის მოდერნიზაცია იქნება კარგი და ხელშეუწყობს მოქალაქეების უფრო კარგ მიღებას და მათ კონსულტაციას. მადლობა. მადლობთ. კოლეგებო, მე მინდა თქვენის ნებართვით ორიოდე სიტყვით ბატონლაშას ვთხოვ. მოგესალმებით. ძალიან ძიმე არის დღევანდელი დღე ჩემთვის მაგალითად ძიმეს და თან სასიხარულოც რომ ამდენი მეგობარი შევიძინე თქვენი სახით. დიდი მადლობა მინდა მოუხადო აპარატს. დიდი მადლობა მოუხადო იმ ყველა მერს, რომელთანაც ჰქონდა ის უშუალო კავშირი და რაც თუ ის გავაკეთეთ მოსახლეობისათვის იყო ის ყოველდღიური შრომა და ჯაფა ჩვენი მხრიდან. მადლობა ბატონო არჩილ. მიუხედავად ამ მცირე დროსიც ჩვენ მაქსიმალური შევძელით მით უმეტეს ამ პანდემიის პერიოდში და მე დარწმუნებული ვარ რომ საკრებულო იქნება კიდევ ერთხელ ის ორგანო რომელიც თავის ფუნქციებიდან გამომდინარე და მერია აღმასრულებელია მაინც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ საკრებულო მაინც წარმომადგენლობითი ორგანო ვართ და ჩვენ მაქსიმალურად უფრო ინფორმაციას ვასწვით მერიას და ამის შემდეგ ხდება იმ კონკრეტული პრობლემების აღმოფხრა და მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა ის ჩემი მეგობარი რომელიც თქვენ ბრძანდებით იქნებით აქტიურები და გააგრძელებთ იმ შრომას რომელიც ჩვენ თავიდან ავიღეთ პასუხისმგებლობა და ესე მივიყვანთ ჩვენი ამ ვადამდე. დიდი მადლობა აპარატს იმ 7 წელი არ არის რა თქმა უნდა პატარა დრო ამ შენობაში ჩემი ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შევიძინე მოსახლეობასთან ურთიერთობის დიდი საშუალება და მართლა ძალიან მიჭირს აქედან წასვლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მაინც აქ ვიქნები, მაქსიმალურად ვიქნები იქედანაც აქ ჩართული, მაქსიმალური კომუნიკაცია მექნება ყველასთან და კიდევ ისევ იმ ფუნქციით მაინც გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას, რომლითაც ვიყავი დაკავებული. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ყველას წარმატებებს გისურვებთ. მადლობთ ბატონლაშა. კოლეგებო, გადავდივართ დღის წესრიგის გარშემო საკითხების განხილვაზე. პირველი საკითხი ბატონო ებზარ თხოვთ. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ განკარგულების პროექტს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების ნებართვის მაძიებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული შეცვლილი გამრავლებებისადმი მისადაგების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. მოკლედ რომ ვთქვათ, როგორც იცით, შეზღუდული არის ახლა მუნიციპალური ტრანსპორტით და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება და ამ პერიოდში, როცა შეჩერებული იქნება სამეწარმეო საქმიანობა, ისინი გათავისუფლებული იქნებიან ნებართვის ფასის გადასახადისგან. ეს შეეხება ამ ეტაპზე დეკემბერ-იანვარის თვეს. ამ განკარგულებაში შეგვაქვს უბრალოდ ცვლილება. კითხვები ხარ გაქვთ კოლეგებო? დიახ, ბატონ დიმიტრი. მოგესალმებით. ბატონ ლაშა სახელმწიფო გილოცავდა წარმატებები ჩემი ძმაო. კითხვა რა, ჩვენ ერთხელ ცვლილება შევიტანეთ, ახლა შეგვაქვს მეორე იგივე ცვლილება და უბრალოდ რო იყოს მოცემულობა როგორც ამდენი ცვლილების შეტანა რო არ დაგჭირდეს და რო ჩავწეროთ ამ ცვლილებაში ან შემდგომში მივიღოთ დოკუმენტი ნებისმიერი მსგავს სიტუაციის დროს, იმიტომ რომ ვიცით რომ ამ კოვიდზე არ გვაქვს მაგრამ მოლოდინი რომ თქვა 2 თვეში დავძლევთ, ხო? მერტით დავძლიოთ, მაგრამ ამის მოლოდინი ჯერჯერობით არ გვაქვს, არ გვაქვს საფუძველს არსებული ვითარება ეპიდემიოლოგიური და რო არ გვჭირდება ცვლილებების მიღება. არ დაგჭირდება ამის შემდეგ. ამის შემდეგ არ დაგჭირდება. კეთილი, მადლობთ. მადლობთ. კოლეგებო, კენჭი ვუყავთ განკარგულების პროექტს. მომხრე. მადლობა, ერთხმად მიღებულია. ბატონო ედნარ, მეორე საკითხი.
მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისაღები დადგენილის პროექტს. დადგენილების პროექტი ეხება ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მოქალაქეებისა და ზოგიერთი პირისათვის დასუფთავების მოსაკრებლით გათავისუფლებას. აღნიშნული საკითხი არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, კერძოდ საქართველოს მოსახლეობის კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლება კონკრეტულად 4 თვის განმავლობაში და ეს საკითხი ეთხოვა მუნიციპალიტეტებს ამ საერთო მიმართულებით, რომ ტერიტორიული ერთეულების შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაშიც მიიღო აღნიშნული დადგენილება და წარმოქმნილი პროექტით ითვალისწინებს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე 4 თვით მოქალაქეების გათავისუფლებას მოსაკრებლისაგან. კერძოდ ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. ასევე ცვლილება შეეხება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ კომპანიას, ვინც ამ შეზღუდვების პერიოდში, ასე ვთქვათ, საქმიანობა შეეზღუდათ. ისინიც იქნებიან გათავისუფლებული. უბრალოდ მოკლედ კონკრეტულად ვიტყვი, აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად მუნიციპალური ბიუჯეტი დაახლოებით იურიდიული და ფიზიკური პირებიდან 1 თვის საშუალო დანაკლისი იქნება 58,000 ლარამდე, ხოლო მოქალაქეების მხრიდან გადასახდელი მოსაკრებლები საშუალოდ გასული 3 თვის გადახდების მიხედვით 252,000 ლარი. მადლობთ. ბატონი ზურა და შემდეგ ბატონი რაული. მოგესალმებით, გუშინ კომისიაზე ესეთი აზრი გამოითქვა და გთხოვთ მე ამ გაითვალისწინოთ, რომ განემარტოს მოსახლეობას, ვისაც უარი უნდა თქვას აღნიშნულ განთავისუფლებაზე, ესე იგი ვისაც უნდა გადახდა აღნიშნული საფასურის, როგორ გააკეთოს, რა უნდა მოიმოქმედოს, განცხადება დაწეროს, რომ აი ყველაფერი ეს რომ განემარტოს მოსახლეობას, იმიტომ არის ადამიანები, რომლებიც უარს ამობენ აქვთ ხელფასი და უარს ამობენ აღნიშნულ შეყავათს. და ამიტომ განემარტოს იმ ადამიანებს კონკრეტულად კარგად Facebook-ის საშუალებით იქნება რა საშუალებით, თხოვთ ეს აუცილებლად დამარდება გავაკეთოთ. კი ბატონო, სამართლებრივად დადგენილებაში აღნიშნულია და უბრალოდ ინფორმაციის გავრცელების კუთხით შესაბამისი ღონისძიება გაკეთდება. მადლობთ. დიახ, ბატონო რაული. ეს ძალიან კარგია, რომ ესეთი პერიოდში, გაჭირვების პერიოდში თავისუფლდება ჩვენი მოსახლეობა მოქალაქეები ამ გადასახადებისაგან 4 თვით, მაგრამ ამ საკითხებთან საერთოდ ამ ასე ვთქვათ დასუფთავების გადასახადთან დაკავშირებით მე ადრე მქონდა ჩემი განმარტება და განცხადეს ამ შემთხვევაში ამას არ ეხება, მაგრამ ბატონო არჩილ, რას ფიქრობთ? აი მაგალითად ესეთ არის ესეთი რამ, რომ რიგი მოქალაქეები იხდიან, რიგი მოქალაქეების უმეტესი ნაწილი ამ გადასახადს არ იხდიან. წყალზე მაგალითად ეფექტურად არის და მუშაობს ეს თემა და კარგად ხდება მოსაკრებლის ვთქვათ გადახდა და შემოსავლებიც არის ნორმალურად და ამ შემთხვევაში პრაქტიკულად მექანიზმი არ არსებობს და ამაზე თუ ფიქრობთ და რომ სამომავლოდ ეფექტური იყოს ვთქვათ ეს გადასახადი და რომ ყველა მოქალაქემ კეთილსინდისიერად გადაიხადოს რომ ვიღაცა იხდიდეს და ვიღაცა არ იხდიდეს ამ დასუფთავებასთან მაქვს საუბარი ზუსტად ამ საკითხებთან დაკავშირებით. მადლობა. კიდევ თუ სურთ კოლეგებო არკენჯი უყაროთ დადგენილების პროექტს მომხრე მადლობთ ერთხმად მიღებულია. მადლობ. შემდეგი საკითხი ბატონი მამუკა. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ესე იგი, ჩემი საკითხი ეხება ბათუმის ზოგადი ზონირების რუკაში და კონკრეტული ზონირების რუკაში გარკვეული ტერიტორიისათვის ზონის ცვლილების სტატუსს. ეხლა ამ სათაურებმა დაბნეულობა რო არ გამოიწვიოს, მოკლედ გამმარტავ და გეტყვით, რომ როდესაც ქვეყანაში ამუშავდა სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქმშენებლობის კოდექსი, ჩვენ დაგვევალა ქალაქ ბათუმის მერიას ძველი მიწათსარგებლობის რუკები შესაბამისობაში მოგვეყვანა სამშენებლო კოდექსთან. ამის ესე იგი თანახმად ძველი სახელები, რომლებიც იყო გაგვაჩნდა ორი რუკა, ეს იყო ზოგადი ზონირების რუკა და კონკრეტული ზონირების რუკა, შესაბამისად ახალი კანონმდებლობით სამშენებლო კოდექსით მათ დაერქვათ ესე იგი გენერალური გეგმა და განაშენების გეგმა. აღნიშნული საკითხი ეხება, ესე იგი, გენერალურ გეგმაში და განაშენების გეგმაში სამრეწველო უბანში 4 საკადასტრო ერთეულისთვის ზონის ცვლილების სტატუსს.
ეს ტერიტორიები ძველი რუკის მიხედვით წარმოადგენენ გამწვანებულ ტერიტორიას, ანუ ძველი რეკრეაციული ზონა, ხოლო მოთხოვნილი, დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილია შესაბამისად ინდუსტრიულ ზონად, ასე ვთქვათ, ზონის ცვლილება, საწარმო ზონა ერთად ქვეზონით. და შემდგომი დასაბუთება მდგომარეობს, დასაბუთება აქვს წარმოდგენილი ამ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარის შემდგომი. ეს ტერიტორია უდიდგანვე მოქცეული იყო სამრეწველო უბანში. ეს ტერიტორია გარშემორტყმულია ძირითადად მძიმე სამრეწველო გადამამუშავებელი ობიექტებით. თვითონ ტერიტორია, უშუალო ტერიტორია, ესე იგი ტერიტორიაზე განთავსებულია სამშენებლო და მყარი ნარჩენები, ნიადაგი დეგრადირებულია უკვე და ის ვერ პასუხობს გამწვანებული ტერიტორიის მოთხოვნებს და მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვან სახსრებთან არის დაკავშირებული სახელმწიფოების სახსრებთან. აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარის მერიამ მიწერა, რომ უნდა წარმოედგინა გარემოს დაცვის სააგენტოდან შესაბამისი ცნობები, მის მიერ მიმართული იქნა შესაბამისი უწყებისთვის და შესაბამისად მოვიდა დადებითი დასკვნა გარემოს დაცვის და სკრინინგის პროცედურა, ასე ვთქვათ, გავლილი აქვს ამ ობიექტს. ასევე ამ ტერიტორიის მესაკუთრეები არიან ქონების მართვის ეროვნული სააგენტო და ჩვენი აჭარის ეკონომიკის სამინისტრო, მათთან სამსახურმა აწარმოა მოწერა და შესაბამისად ამ უწყებებიდანაც მოვიდა დადებითი გადაწყვეტილება. საომავლოდ აიგეგმება ალბათ მაღალი სტანდარტის სამრეწველო ობიექტების განთავსება ამ ტერიტორიაზე, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ეს არის მოკლე მიმოხილვა ამ საკითხის. დიახ, ბატონო არჩი. თქვენი აზრით რეკრეაციულ ზონას ეცვლება სტატუსი. ისე გამოდის, ხო? დიახ, ესე არის. იმისათვის რომ შემდეგ იქ მოხდეს მშენებლობა. საწარმოო ზონად უნდა გადაკეთდეს ეს ტერიტორია. ნუ ახლა მე ვერ წარმოვიდგენი რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება, თქვენ ახსენეთ რომ ამის მოწესრიგებას გარკვეული თანხები ჭირდება და ამისათვის ჩვენ უცვლით სტატუსს რომ იქ განხორციელდეს სხვა სახის მშენებლობები. ახლა ბუნებრივია ეს რეკრეაციულ ზონასთან დაკავშირებით მთელი რიგი ის მიდის, ხო, ამაზე? დიახ. მშენებლობა და ასე შემდეგ. ნუ ამ საკითხს მე ვერ დავუჭერი, ხარს იქიდან გამომდინარე რომ რეკრეაციულ ზონას ეცვლება სახელი. აი მოკლედ რომ ვთქვა. ამასაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი განმარტება. მე მინდა გავაკეთო განმარტება ამასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ საკითხთან უკვე ინიცირებაზე იყო ეს წარდგენილი, მიეცა ინიცირება, შემდგომ პირველი ეტაპი გაიარა, გეგმა კონცეფცია დამტკიცებულია და თქვენ მინდა გიპასუხოთ ამასთან დაკავშირებით, რომ ეს ტერიტორია თავისი არსით უკვე ვერ პასუხობს რეკრეაციული ზონის ტერიტორიას და თვითონ ტერიტორია კუნძულივით შუაში არის დარჩენილი, ირგვლივ არის საწარმოო ზონის და გადამამუშავებელი, ანუ თავისი არსით რეკრეაციული ზონის იმას ვერ პასუხობს მოთხოვნებს. ეს ტერიტორია. მაშინ მოხდეს დამატებითი შესწავლა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მე პირადად დავსვენდე ნამდვილად. გეგმა კონცეფცია დამტკიცებულია პირველი ეტაპის და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ შეიძლება კოლეგას ისეთი შაბეთება რო დიახ, ბრძანეთ. ისეთი შაბეთება რო არ შეიქმნასო, თითქოს მართლა გამწვანებულო. ხო, ეს სახელი ჟღერს ესე, მაგრამ თუ ნახავთ კარგად ყველაფერს. ჩვენ ბატონო არჩენ მინდა გითხრათ, რომ ეს ჯერ კიდე წინა ეტაპზე, როდესაც საკითხი იყო შემოსული, შევისწავლეთ, ადგილზეც გავედით, საუბარია სამრეწველო ზონა თავიდან ბოლომდე. ირგვლივ მთლიანად. უბრალოდ რაღაცა შიშველი ადგილი მონიშნეს, არ ვიცი რომელ პერიოდში მოხდა ეს. დაარქვეს გამწვანე არ ვიცი შეიძლება ვიღაცის ინტერესებში შედიოდა ვერ ვიტყვი მე ახლა რატომ მიანიჭეს სტატუსი მე არ ვიყავი იმ პერიოდის საკრებულოს წევრი უბრალოდ ეს იყო თითიდან გამოწვეული სტატუსი ყველა შესაბამის უწყებაში გადაგზავნილია ეს საკითხი და მაგრამ ჩვენ რადგან გვინდოდა კიდევ უფრო დასაბუთებული პასუხი სწორედ იმიტომ მოხდა ამისი გადაგზავნა დაველოდეთ გარემოს დაცვის სააგენტოს პასუხს და შესაბამისად კიდევ უფრო გავამყარეთ ის დამოკიდებულება არ დავჭით მხოლოდ იმ მოსაზრებაზე რომ ჩვენ მივიჩნიეთ ეს რომ კი ბატონო ეს ხრიოკი ადგილია და მას პირიქით იქ ადრე განთავსებული იყო სამრეწველო ობიექტები მაგ ტერიტორიაზე. დიახ, პირიქით დანაშაულია რომ გამწვანებული ზონა ქვია. თორე მე თვითონ ვარ ინიციატორი იმისი რომ ვარი ადგილებში სადაც მოსახლეობა ცხოვრობს ზონირების რუკაზე მოხდეს სულების შეტანა და ამოღებული იქნეს ის საცხოვრებელი ეზოები იმ ზონიდან, იმიტომ რომ ის ადამიანები ბორსელსაც კი ვერ არემონტებენ ისეთი შემსხუდავი ისინია წესებია გამწვანებულ სარეკრეაციო ზონის სტატუსს და ეხლა მე იქეთ პირიქით იმას ვარკვევ და აქეთ მხარს არავითარ შემთხვევაში არ დავუწევ ისეთ საკითხს, რომელიც გამწვანებულ ზონას გადააქცევს
სამრეწველო ზონად. ამიტომ და ჩემთან ერთად ჩემი კოლეგებიც. მოკლედ მე მოსახლეობის მისამართით ვაკეთებ მაინც ეხლა კიდე განცხადებას. მოსახლეობის მისამართით კიდე ერთხელ მინდა დავაზუსტო, რომ საუბარი ეხება სამრეწველო ზონაში არსებულ პატარა კუნძულივით დატოვებულ რაღაც მონაკვეთს, რომელიც თავისი არსით არის სამრეწველო. დიახ. მადლობთ. მადლობთ ბატონო მიშა და შემდეგ რაული. მოგესალმებით კოლეგებო. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყოველივე თქვენთაგანს, რათა ამ სიტუაციაში ასეთ მდგომარეობაში კიდევ თავს შეხრა გვაქვს, ვსჯელობთ ქალაქის კეთილდღეობაზე, რათა ჩვენს ირგვლივ კოვიდი მუშაობს, სამწუხაროდ გვაქვს დამარცხებებიც, როგორც სამედიცინო სექტორში, ასევე არასამედიცინოში. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველა მედიკოსს, რომელიც გასულია წინა ხაზზე და იბრძვის. საბედნიეროდ შესაძლებლობის შედეგად დღეს გვაქვს დადებითი დინამიკა და უფრო მეტად მართვადი გახდა სიტუაცია. არც იმდენი დეფიციტი აღარ არის ჰოსპიტალურ სექტორში და იმედია მალე დავამარცხებთ და იქნება ერთიანი გამარჯვება. რაც შეეხება ბატონ ლაშას, ჩემი მეგობარია და მეგობრად დარჩება და ბოდიში თავიდან უნდა მეთქვა და საწყისში ამ საკითხთან სხვა კითხვა მაგდეს შემთხვევით ვისარგებლე ამ სიტუაციით. წარმატებები ვისურვო და აუცილებლად ჩვენი ხმების წარმომადგენელი იქნება იქ, სადაც იქნება. რაც შეეხება ამ საკითხს, ასეთ კითხვა გვაქვს, რა ტერიტორიაზეა საუბარი, რამდენია ფართობი და სამრეწველო ზონაში პირიქით რეკრეაციული ზონები უფრო მეტი უნდა იყოს, უფრო მეტი გამწვანება უნდა იყოს, რათა ეკოლოგია იყოს დაცული და რა ტერიტორიაზეა საუბარი და არის თუ არა ალტერნატივა სხვა ზონები თუა გამწვანების სამრეწველო ზონაში, რომელიც შეიძლება გავაკეთოთ, გავაუმჯობესოთ და შეიძლება დღეს იხრიო კი იყოს, მაგრამ ხვალ შევქმნათ გამწვანების ზონა. შეიძლება ხაით რო იყოს რუკის ის გაშუქების საშუალება ძალიან კარგი იქნებოდა. თქვენ კითხვაზე 23 ჰექტარია დაახლოებით ეს ტერიტორია, თვითონ ამ კოდების ეს ტერიტორია მდებარეობს აი აქ და გამწვანებულ ტერიტორიებს რაც შეეხება მომიჯნავედ უშუალოდ ჭოროხის პირასაც და მის მომიჯნავედაც არის გამწვანებული ტერიტორიები დატოვებული. ეს ტერიტორია უშუალოდ კუნძულივით მოქცეულია სამრეწველო ზონაში და საუბარია იმაზე, რომ ეს ტერიტორია ვერ პასუხობს გამწვანებული ზონის მოთხოვნებს და რადგან ადრე ამ ტერიტორიაზე განთავსებული იყო ასევე სამრეწველო ობიექტები, ამ კუთხით არის საუბარი ზონის ცვლილებაზე და მომიჯნავე ჭოროხის პირას და მის მომიჯნავით უშუალოდ, აი აქვე კი ცუდად ჩანს ალბათ, არის გამწვანებული ტერიტორიები, რაც თქვენ ბრძანეთ კითხვაში. და აი რადგან ასეთი ინტერესი ამ ტერიტორიაზე რამე განვითარების გეგმა გვაქვს, მოთხოვნა არის თუ სამომავლოდ რაც ვაპირებთ. საომავლოდ იცით რომ გამოცხადებულია კონკურსი და იქნება გენერალური გეგმასთან დაკავშირებული და იქ სამომავლოდ თლიანად მთელი ტერიტორიისთვის დაიგეგმება განვითარების გეგმა, რა თქმა უნდა. ხო, ამ ჩვენ შეგვიძლია რომ ჩავდოთ რომ ამის განვითარების გეგმაში 23 ჰექტარის რაღაც ნაწილი მაინც იყოს დატოვებული გამწვანების ზონად. კი ბატონო. არა, 23 ჰექტარი ხო. დიახ, ბატონო არჩილ. 23 ჰექტარი ხო განვითარდებოდა რაღაცა შეიქმნება, რომ იმ 23 ჰექტარის ნაწილში შეიქმნას რაღაცა სკვერი პარკი რაღაცა. იქვე 23 ჰექტარი. მამუკანო. ბატონო მიშა, ერთ თხოვნა მაქვს რა, ეს ტერიტორია ადგილზე ნახეთ რა. ადგილზე აქტიურად ნახეთ რა ადგილზე რა. დიახ, ბრძანეთ. ნუ პრაქტიკულად რაც მე უნდა მეთქვა ბატონმა მიშამ თქვა, თუმცა მეც ვფიქრობ ანალოგიურად რომ პირიქით ესეთ სამრეწველო ადგილებში უფრო მეტია საჭირო ესეთი რეკრეაციული ზონების რაღაცა კუნძულებივით ადგილ-ადგილ გაკეთება, რომ ამით დაბალანსდეს და სადაც თქვა არის ქარხანა, არის ესეთი გამონაბოლქვი და თქვა ესეთ ეკოლოგიურად ცუდი მდგომარეობა, ამით დაბალანსდეს და გამოსწორდეს. ამის თქმა მინდა მე მეტი არაფერი. მადლობა. კოლეგებო, კენჭი მინდა უყარო კარგულების პროექტს. ერთ წამს რამდენადაც ვიცი არის ირგვლივ გამწვანებული ზონა, ისა მამუკა და ძალიან აღნიშნე და რუკაზე და გაჩვენეთ. კენჭ უკრი კარგულების პროექტს მომხრე. წინააღმდეგი ორი წინააღმდეგი გაგაგულება მიღებულია. მეოთხე საკითხი ბატონო მამუკა.
კარგით. მაშინ მეოთხე საკითხს უყრიკენ კოლეგებო. მომხრე. მადლობთ, ერთხმად მიღებულია. მეხუთე საკითხი ბატონო დავით კოპინაძე. მოგესალმებით, თქვენის ნებართვით. წარმოდგენილია განკარგულების პროექტები. დავიწყებ მეხუთე საკითხით. საკითხი შეეხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო გეგმისა და ნუსხის დამტკიცების შესახებ. ცვლილების შეტანის შესახებ აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ობიექტზე მითითებული იყო პირობაში გვერდზე პირობიანი აუქციონის გამოცხადება, თუმცა ვადა მითითებული იყო 15 კალენდარულ დღე, როცა პირობიან აუქციონებში გვიწერია ყველგან სამთვიანი ვადა. აღნიშნული ობიექტი მდებარეობს ქალაქ ბათუმის ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც მოთხოვნა არის და მუნიციპალიტეტის გეგმავს აღნიშნული ობიექტის პრივატიზებას, რათა შემდგომ ჩვენს მიერ მოხდეს ახალი სერვის ცენტრის მშენებლობა. კოლეგებო, ხარ გსურთ რაიმე? მაშინ დიახ ბატონო გოჩაბძანეთ. მოგესალმებით, გუშინ კომისიაზე ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და ეს ეხება ძველი ბაგრატიონის უბნის გამგეობას. იქ დაიწყო ჩემი კარიერა, საჯარო კარიერა მაგ შენობაში და ამას ასეთი რაღაცა ვთქვით კომისიაზე, რომ იქ რაღაცა პირობით უნდა გაიყიდოს და რამოდენიმე ვარიანტი იყო, მაგრამ კომისიაზე ჩვენ კომისიის წევრებმა გამოვთქვით სურვილი და საბოლოოდ შევჯერდით და თხოვნით მინდა მიმართო ბათუმის მერს, რომ თუ პირობაში ჩაუდებთ, გავყიდით ამ ტერიტორიას, პირობაში უფრო სწორად მიგვაჩნია, რომ იყოს რომ ყიდველი ვინც იყიდის, ანალოგიური ახალი გამგეობა, როგორცაც ჩვენ ვაკეთებთ, ისეთი გაგვიკეთოს იმ ნაწილში რა. იმ თანხის ნაწილში, რომ ახალი გამგეობა, რომ გამგეობამ შეუფერხებლად იმუშაოს შემდეგ. ამის შემდეგ გააკეთოს დემონტაჟი და ან რაღაცა და რა ვიცი რაც უნდა რა. ზუსტად აღნიშნული ობიექტის პრივატიზება ისახავს ახალი სერვის ცენტრის მშენებლობას და შესაბამისად იმიტომ მოხდა აღნიშნული ობიექტის ნუსხაში ვითვალისწინებთ. კი ბატონო, დათვალისწინებულია. კოლეგებო, კენჭი უყავთ განკარგულების პროექტს. მომხრე. მადლობთ, ერთხმად მიღებულია. შემდეგი საკითხი ბატონო დავით. შემდეგი საკითხები, მე-6 და მე-7 საკითხი შესაძლებელია მოხდეს ერთ საკითხად გაერთიანება და ანუ განმარტებას მივცემ ორივეს ერთდროულად, რომელიც ეხება ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული ფორს-მაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ აღნიშნული COVID ინფიცირებიდან გამომდინარე მერიის მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის მარტიდან დაწყებული იქნა აღნიშნული რეგულაციების განხორციელება, ასევე უკვე ჩვენს მიერ დღეს არის შემოტანილი ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე რომ მოგეხსენებათ 28 ნოემბრიდან შეზღუდულია ეკონომიკური საქმიანობა გარკვეული ობიექტების მიმართ, აქედან გამომდინარე შემოვდივართ წინადადებით შეღავათები გაეწიოს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, ვისაც აკავშირებს მერიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობა ქონების შეძენის თუ მისი სარგებლობის ნაწილში, აღნიშნული გამოიხატება ვალდებულების შესრულებისა და დაწყების ნაწილში, ასევე ფინანსურ ნაწილში, კერძოდ იჯარის გადახდის ნაწილში, სადაც გათვალისწინებული იქნება აღნიშნული პირების მომართვის შემთხვევაში მერია განიხილავს აღნიშნული განკარგულებით და მათი მოთხოვნის საფუძველზე გადაუვადოთ აღნიშნული ვადები და ასევე გავითვალისწინოთ დეკემბერ-იანვრისთვის პროპორციულად მათი თანხების ჩამოკლების ნაწილში. გონი კარგი, დიახ, ბატონო ზურაბ. ერთი საკითხი მინდა მაინც დავაზუსტო, გუშინ ვიმსჯელეთ, ესე იგი ეს ეხება მხოლოდ იმ საკითხს, რომელიც მიღებულია ამ განკარგულების მიღებამდე. აი ამ განკარგულების მიღების შემდეგ თუ გავცეთ იჯარას ან რამეს, არც ერთი ობიექტს ეს არ შეეხება, რა თქმა უნდა. ბატონო. დიახ, ბატონო რაულ. ვადა იანვარ ანუ თებერვლამდეა? მე ვფიქრობ რომ ცოტა ერთხანს არა.
პრემიერის მიერ დადგენილება მიღებული იქნა, რომ შეჩერებული იქნა ეკონომიკური საქმიანობა დეკემბერ-იანვრისთვის, მოცემულობა გვაქვს ეხლა ესეთი, ამიტომ შესაბამისად დეკემბერ-იანვრის თვეში საქმიანობა რადგან შეჩერებული აქვს, ამ თვის პროპორციული თანხა დააკლდებათ, ხოლო ის მათი გადასახდელი თანხა როგორც 1 დეკემბერს და 20 დეკემბერს აღნიშნული მომართვიანობის შემთხვევაში ეს ვადა გადაეწევათ 2021 წლის ივლისამდე. კი ბატონო. თანხის შემოტანის ნაწილში. მადლობთ. კეჭი დიახ ბატონო დავით. მოკლედ ეს დასუფთავების წყლის გადავადება ასევე ეს თემა მე-6 მე-7 კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორც ცენტრალური ხელისუფლება როგორც ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე მოსახლეობაზე ასევე მმართველობა, რა ვიცი, მადლობა მათ და ძალიან კარგია. მადლობა, მართლაც მისასალმებია. ბატონებო, მე-6 საკითხის განკარგულების პროექტს უყურიკენს მომხრე. მადლობთ, მიღებულია ერთხმად. მე-7 საკითხის განკარგულების პროექტს უყურიკენს მომხრე. მადლობთ კოლეგებო, ერთხმად მიღებულია. შემდეგი ბატონო დავით. შემდეგი საკითხი ხელმისაწვდომის საცხოვრისი. კი ბატონო, შესაძლებელი აღნიშნული პროექტების გაერთიანებაც მუნიციპალიტეტის პროგრამის ხელმისაწვდომის საცხოვრისის ცვლილების ნაწილში. მერვე და მე-9 არა ბატონო. დიახ, მე-9 ნაწილში. პირველი მერვე საკითხი წარმოდგენილია მოგეხსენებათ აღნიშნული პროექტის ფუნქციონირება დავიწყეთ 2020 წლიდან, თუმცა პროექტის მუშაობა 19 წლიდან, მაგრამ აქტიური მუშაობა დავიწყეთ 2020 წლიდან. შექმნილია კომისია, შემოსულია განცხადებები, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კომისიის მხრივ. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა რიგი საკითხები, რიგი პრობლემები, რომელიც წარმოადგენს ტექნიკურ ხასიათს. აღნიშნული ცვლილებით უფრო ზუსტდება და უფრო მარტივი იქნება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება, თუ რამდენი სულიან ოჯახს რა ფართები შეიძლება ერგოთ, ამიტომ დღეისახით წარმოდგენილია ერთ და ორსულიანი ოჯახებისათვის ერთოთახიანი ბინების, 3 და 4 სულიანი ოჯახებისათვის ოროთახიანი ბინები, ხოლო 5 და მეტსულიანი ოჯახებისათვის 3 ოთახიანი ბინების სახით. ასევე შემდეგი ცვლილება წარმოდგენილია ცვლილებები ესეც ტექნიკური ხასიათის არის, ანუ სამმაგი ოდენობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია, თუმცა შეიძლება კომისიის ხდომებზე უამრავი კითხვები იყო, თუ რატომ ხდება ეხლა ან ორმაგი იყო და სამმაგი რატომ ხდება, გამარტავ კომისიაზეც გამარტე და გამარტავ ეხლაც. ანუ ორმაგი იყო პროექტის მიღების დროს, თუმცა მაშინ იმ დროს არ იყო დადგენილი თუ 1 კვადრატის ბინის ფასი რა ღირებულება იყო. 2020 წლის იანვარში ორი განკარგულებით დამტკიცებული იქნა აღნიშნული ფასები, კვადრატის ფასი, ასევე იმ დადგენილებაში განსაზღვრული იქნა სამმაგი ოდენობა, თუმცა კომისიის მუშაობის წესში, სადაც კომისია ხელმძღვანელობს აღნიშნული წესით, ტექნიკურად გამორჩენილი იყო აღნიშნული სიტყვა, უფრო ტექნიკური ხასიათისა და რაიმე დამატებითი საშუალება, თუმცა ყველა განმარტებებში, ყველა მოქალაქეთა კონსულტაციებში, ბროშურებში, რაც დაბეჭდილი იქნა და გაშუქებული იქნა, ყველგან საუბარი იყო ზუსტად სამმაგ ოდენობასა და შესაბამისად აღნიშნული ტექნიკური ცვლილებით შემოგვაქვს სიგნალები. დიახ ბატონო არჩილ. ბატონო დათო, მე გუშინ მქონდა ამ საკითხის განხილვა, მე იგივე პოზიციაზე ვრჩები, თუმცა ხარს იმიტომ გიჭერთ, რომ ორივე შემთხვევაში ადამიანებს ეხება და ადამიანების საკითხით გეოთკეთება, მაგრამ აზრი არის განსხვავებული. და რატომ? საერთოდ მე ყოველთვის ვქონდა ხედველობაში ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას ესხებთან, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით არის გრძელვადიანი და დაბალ პროცენტიანი განრიგი. ეს ამას ალტერნატივა არ ახლავს, მაგრამ ჩვენ ერთ შემთხვევაში ვუფრთხილდებით ადამიანის ქონებას, თავის ჯიბეს, შემოსავალს, მაგრამ მეორე შემთხვევაში ჩვენ მას სხვაგვარად უზღუდავ შესაძლებლობას. ეს არის 2-4. ამიტომ მე ამაზე ვრჩები, მაგრამ ხარს იმიტომ უჭერ ამ საკითხს, რომ მაინც ადამიანების კეთილდღეობას ეხება ეს საკითხი. კი ბატონო. მადლობთ. ქალბატონო ნატა და ბატონო დავითი. ბატონო დავით, უბრალოდ კიდე ერთხელ მინდა მოსახლეობის გასაგონად თქვათ შემდეგი ეტაპი, ეხლა რა არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ზარია და ძალიან ბევრი დაინტერესებულია, ვინც უკვე განცხადებები ჩააბარა, მეკითხება და კომპეტენტური მაინც თქვენ ხართ და მოდით გავცეთ პასუხი მათ შემდეგი ეტაპი ეხლა რა მოდის. ჩვენ წეგან აღნიშნეთ ზუსტად რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომისია შექმნილი, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობის პროცესშია დღესაც ამ თვთასაც. მუშაობის პროცესში გამოკვეთილია რიგი საკითხები, ეს არის მოგეხსენებათ ახლა უამრავი დაახლოებით 300-ზე მეტი განაცხადია.
წინასწარ ვიცით რომ ახლა რომ 300 ყველა ვერ დააკმაყოფილებს, იმიტომ რომ მისი მოთხოვნებიდან გამომდინარე კომისიის მუშაობის პროცესში არის საკითხები, რომელიც აკმაყოფილებს, არის საკითხები, რომელიც ვერ აკმაყოფილებს, არის საკითხები, რომელიც ხარვეზი არის დადგენილი, რომელიც უშუალოდ დაეგზავნება ყველა იმ პირს, ვისაც ხარვეზი უდგინდება, განესაზღვრება ვადები თუ რა ვადაში უნდა წარმოადგინონ აღნიშნული ხარვეზის შევსება და შემდგომ უკვე კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას დასაბუთებულს და ყველას განემარტება აღნიშნული. ესე იგი, ახლა არის კომისია, რომელიც მუშაობს მხოლოდ მიღებული დოკუმენტაციის გადამოწმებას. კი ბატონო. და თქვა განცხადების შემომტანს ხარვეზის გასწორების საშუალებაც აქვს. კი ბატონო. ამის შემდეგ იქნება უკვე გამოცხადებული ტენდერი. დასრულდება უკვე გვეწოდინება სრული სურათი გვეწოდინება თუ რამდენი ბენეფიციარი იღებულობს მონაწილეობას აღნიშნული ბინების განაწილებაში. მათ თუ ეცნობება რა თქმა უნდა. ხო, ინფორმატორი ვინ იქნება მათ და კომპანია, რომელიც საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, ფორმულას გამოიყვანს და ასე შემდეგ, იქნება დამოუკიდებელი კომპანია. რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიცაც წარედგინება კომისიის კომისიის ჩამონადის სია, რაც საბოლოოდ იქნება. ბატონო დავით, იმედია სურპრიზი არ იქნება იმ მოსახლეობის ნაწილისთვის, ვინც მაგალითად იმედი ქონდა, რომ ორმაგი ოდენობით ხელფასი უნდა ქონოდა და 7-ი სახლი. კი ბატონო, მე ეს აღვნიშნე, აღნიშნული გადაწყვეტილება ორმაგის ნაწილში მიღებული იქნა ჯერ კიდევ 2020 წლის პირველ თვეში ან იანვარში მეორე განკარგულებით, სადაც პირდაპირ ეს აღნიშნული რომ სამმაგი ოდენობა განსაზღვრული, სამმაგი ოდენის ცვლილება გამოწვეული იყო იქიდან გამომდინარე, არ ვიცოდით ფასი 1 კვადრატული მეტრის, ზუსტად იმავე განკარგულებით განსაზღვრული იქნა ფასიც და სამმაგი ოდენობაც განსაზღვრული. უბრალოდ კომისიის სამუშაო მუშაობის წესში შეგეძლო. დავით, ბატონო დავით, მოკლედ ის ორი შეკითხვა მაქვს. პირველი ის კომისია, რომელიც გაიმარჯვებს, ის როდის დაამთავრებს დაახლოებით მუშაობას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ზარია მოსახლეობისგან, მთლიანად როდის დამთავრდება ეს გამარჯვებულების გამოვლენა, ეს ერთი და მეორე იქ ნახსენებია 2 ოთახიანი ბინები და ისე ყოველ მოხდება, რომ მაგალითად 100 კვადრატული იყოს 2 ოთახიანი და 70 კვადრატული იყოს 3 ოთახიანი, მაგითუა ჩაწერილი. კი, არის წარმოდგენილია ის ნუსხა, თუ ის კვადრატული ბინები რამდენი ოთახიანები არის, დანარჩი სახით არის წარმოდგენილი და ანუ სრულად არის ამოწმული რომ კომისიას ჰქონდეს გადაწყვეტილების დროს სრული სურათის მოცემულობა. მაგი არის ცხრილი რა. დიახ ბატონო რაული. ასეთი კითხვა მაქვს ბატონო დავით, აი ეს პრინციპი ალფის სახლის პრინციპი ხო ამით არ კარგავს ძალას იმას რომ მე სამმაგი ასე ვთქვათ ვეღარ შეძლებს ვთქვათ აი ეს შეიძლება აქვს ორმაგი და ხა სამმაგი შემოსავალი ოდენობის ვთქვათ შეიძლება არ აქვს ის საშუალება და ეს აკმაყოფილებს ეს ანუ სამმაგი მაშინ წავა და ჩვეულებრივ კომერციული კუთხით მიიღებს რაღაცა მონაწილეობას შეიძლება იმან უფრო დაუკლოს და ანუ აღნიშნული იღებს მონაწილეობა მე ვამბობ პრინციპი ხო არ იკარგება იაფი სახლის მეთქი სამმაგი ოდენობაზე რომ ვსდით მე ამაზე მაქვს მე ხლა ამ კამათის დროს ეთქობა გასული ვიყავი ალბათ კომისიის მაგ და ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ თქვა მე მახსოვს ეს პროექტი დაწყებულია თვალსები 2018 წელს და კომპანია რომელმაც შეიმუშავა არა 14 სხვა მაგრამ მე კომპანია რომელმაც დაადგინა გამოიყვანა ფორმულა რომლის მიხედვითაც მოხდება დათვლა იმ წესებში პირდაპირ მახსოვს რომ წერია სამმაგი ხო ანუ მოსახლეობასთვის მიწოდებულში წერია სამმაგი კი ბატონო რა ორმაგზე ლაპარაკი ვერ მივხვდი უბრალოდ თქვენი ნათქვამით ახლა მივხვდი რომ რაღაცა კომისიის სამუშაო დებულებაშია შეცდომით ჩაწერილი თორემ მოსახლეობისთვის მიწოდებულია ინფორმაცია რომ ეს უნდა იყოს სამმაგი კარგი თქვენ გაქვთ რამე პასუხი ბატონი რაულის კითხვას არა არ იგოვა და არა ვისურს და გადაგეჭირდა დიახ ბატონო ბესოდა ვაყენებ გეჭისყრაზე დავამატებდი ბატონო არჩილ კარგი იქნება რომ ბევრსა კითხვა და სოციალურ ქსელს იყენებს ყველა სოციალური ქსელი რომ დავტვირთოთ რეკლამით ინფორმაციით და ბუკლეტებით არ იქნება ცუდი რომ კონდეს მერიაში კანცელარიაში და ჩამონათვალიც რო იყოს უფრო მარტივი იქნება ასე რომ ვთქვათ ინფორმაცია რომ მივაწოდოთ მოქალაქეებს მადლობა ეს უკვე რეკლამა ფერუჯერი გაკეთდია და კოლეგებო ბატონო მიშა კენჭისყრას ბრძანეთ და ვაყენებ კენჭისყრაზე მე უბრალოდ სტატისტიკა მაინტერესებს რამდენი ბინა გვაქვს ახლა რას ველოდებით და მოთხოვნა რამდენია რა ზოგადად რამდენია რიგში რამდენს დავაკმაყოფილებ და რა პრობლემა დაგშება თუ არის ასეთი მონაცემები
აღნიშნული პროგრამით მოგეხსენებათ პირველ ეტაპზე გვაქვს 40 ბინა განსაკარგები, თუმცა პარალელურად მიმდინარეობს დასრულების ეტაპზეა უკვე შემდგომი 40 ბინა. რა თქმა უნდა, მერია შემდგომსაც გააგრძელებს ამას უკვე შემდგომი საკრებულოთა კომისიის წლები და ბიუჯეტი გვიჩვენებს შემდგომი მშენებლობის ნაწილში ბინების. ამიტომ ამ მომენტისათვის გვაქვს 40 და ველოდებით შემდგომ 40 ბინის რამდენი ხოს? ხო და აი ზუსტად ამ კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ გვეცოდინება სრული სურათი თუ რამდენი პრეტენდენტი არის აღნიშნულ ბინების დაკმაყოფილების სიაში. დავით პასუხი რა გიცია, როდის თავდება ხო არ იცით? ზუსტ თარიღს ვერ ვიტყვი, შეიძლება რომ შეცდომაში არ შევიყვანო კომისია და საზოგადოება, ამიტომ ამ კითხვისგან, ანუ მოშა პროცესია და ამ მოშა პროცესში გონივრულ ვადებში იქნება ყველა პროცესი დასრულებული. ისა ბატონო როჩელ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან? ხო, შეწყვეტილების გონივრული ვადა შეწყვეტილება შემდგომ იქნება განსაზღვრული. კი ბატონო. ერთი თხოვნა მექნება თქვენთან, არის ბევრი ადამიანი, რომელიც ჩვენს კონკრეტულ უწყებებში მუშაობენ, ეს აიპები იქნება, შეპესეები, აქვთ კონკრეტული პრობლემები და მე ვფიქრობ, ეხა ადამიანი, როდესაც მუშაობს მერიაში და აქვს ეგ პრობლემა, არ უნდა გახდეს ხვალ ზეგ იმ ადამიანების სასაუბრო, თქვა არასამთავრობოებზე გულისხმობ, რადიკალურად განწყობილებზე, რომლებიც შემდეგ შეიძლება სხვა გზა მიაბან და სხვა კუდი მიაბან. ამიტომ ეს საკითხიც ბატონო დავით გუშინ აღნიშნე კომისიაზე და მინდა რომ რაღაცნაირად ეს ადამიანები არ იყვნენ დაჩაგრული იმისათვის რომ მუშაობენ ჩვენს უწყებებში. კი ბატონო, გუშინ ბიუროს და კომისიის ხომებზეც აღნიშნეთ, ჩვენს მიერ მიღებულ აღნიშნულ წესში არცად არ არის ნაგულისხმები თუ ვის შეიძლება შეეზღუდოს აღნიშნული პროგრამის სარგებლობა, ამიტომ ის ჩვენი კოლეგები, ჩვენი აიპის თანამშრომლები, იგივე ქალ ბათუმის მაცხოვრებლები არიან, როგორც სხვა დანარჩენები, ამიტომ თუ დააკმაყოფილებენ ყველა იმ მოთხოვნას, რაც არის კრიტერიუმებით გათვალისწინებული, ვერ ვხედავ რაიმე სამართლებრივ პრობლემას აღნიშნული მოქალაქეების დაკმაყოფილების ნაწილში, თუმცა რა თქმა უნდა ობიექტური ნაწილში იქნება და ამიტომ ვერანაირი სამართლებრივ პრობლემას ვერ ვხედავ. მადლობა. კენჭისყრაზე ვაკეთებ მერვე საკითხის განრაგულების პროექტს. მომხრე. მადლობთ კოლეგებო, ბატონო შევთქვათ, ხო? მიღებული ერთხმად და მეცხრე საკითხის განრაგულების პროექტი. მომხრე. მადლობა კოლეგებო, მიღებულია ერთხმად. ბატონო დავით მე-10. შემდეგი საკითხი ეხება გარევაჭრობის რეგულირების წესის განსაზღვრის შესახებ წარმოდგენის ნაწილს, სადაც 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა წარმოგვედგინა რეგულირების წესი, თუმცა მოგეხსენებათ ამ COVID სიტუაციებთან გამომდინარე შეზღუდვებია დაწესებული ეკონომიკური საქმიანობთან გამომდინარე, გარევაჭრობა ზუსტად ეკონომიკური საქმიანობას მოიცავს, ამიტომ შემოდივართ წინადადებით, რომ აღნიშნული ვადა გადავწიოთ და ამ ვადაში მოხდება რეგულაციის წარმოდგენა. და შესაბამისად შეღავათები გაეწევა აღნიშნულ პირებს. უყაროთ კენჭი კოლეგებო დადგენილების პროექტს. მომხრე. მადლობთ, მიღებულია. შემდეგი ბატონო დავით. შემდეგი არის საპრივატიზებო ობიექტები, იჯარის საპრივატიზებო ობიექტებში ნუსხაში დამატების ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც წარმოდგენილია 20 კვადრატის ნაწილში ბაქოს ქუჩაზე, განსაზღვრულია ფასი აუდიტის მიერ დადგენილი და შესაბამისად სურვილი გვაქვს რომ მოხდეს აღნიშნული ობიექტის დამატება იჯარის ობიექტების ნუსხაში. არა გვაქვს არაფერი. გსურთ რაიმე დიახ ბრძანეთ. უბრალოდ საშეღავათო პირობები ამ შემთხვევაში არ იქნება ამათვის გათვალისწინებული. ამას ხას უსვამ, იმიტომ რომ კითხვები მოდით ხოლმე ეკონომიკური სარგებლობისთვის რა გადაწყვეტილებებს ღებულობთო და მოსახლეობისთვის ვაჟღერებ რომ თუ კი პანდემიის პირობები ბამდე არსებულებს გაეწიათ რაღაც შეღავათები, ისინი ვინც ახალრეგისტრირდებიან, მათ ექნებათ გათვალისწინებული ის, რომ ის შეღავათები არ შეეხებათ და იჯარის გადასახად ჩვეულებრივად გადაიხდიან მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ. კენჭისყრაზე ვაკეთებ განრაგულების პროექტს. მომხრე. მადლობთ კოლეგებო, ერთხმად მიღებულია და მე-12 საკითხი. მე-12 საკითხი წარმოდგენილია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ქალაქ ბათუმის გორგილაძის ქუჩას ნომერ 91-ში მდებარე 45 კვადრატის პირდაპირ წესით გაცემასთან დაკავშირებით აღნიშნული ობიექტი მდებარეობს კერძო ობიექტის მოპირდაპირე მხარეს მის სარგებლობაში არსებობს, ამიტომ
აუდიტის მიერ შეფასებული იქნა აღნიშნული ობიექტი და შესაძლებელია მოხდეს პირდაპირი განკარგვა, ასევე გამმარტა რომ აღნიშნული ობიექტი იყო ადრე აღნაგობით გაცემული, რომელსაც ვერ გადაიხადეს და შეწყდა მასთან სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა დაგვრჩა მოთხოვნის ნაწილში, თანხის ნაწილში, სადაც უნდა გაგრძელებულიყო სამართლებრივი დავები, თუმცა შემოვიდა პიროვნება, რომელიც იხირავა აღნიშნული ობიექტი, წინადადება გამოთქვა, რომ ძველ დავალიანებას, რაც არსებობს და რაც ჩვენთვის, გრძელვადიან ამოღების პრობლემას წარმოადგენდა, გამოთქვა სურვილი, რომ გადავიხდი აღნიშნულ დავალიანებას და გავაგრძელებ ახალი შეფასებიდან გამომდინარე თანხის იჯარით გადახდის ნაწილში და ამიტომ შემოვიდა პირდაპირ წესდი გადაცემასთან დაკავშირებით. შეიძლება ბატონი ზურაბი და შემდეგ ბატონი არჩილი. გუშინ კომისიაზე იმჯელეთ და შესწორებული შემოგიტანეთ ფასთან დაკავშირებით გავზარდეთ ფასი თუ იგივე ფასი რჩება 1500 ლარი რჩება ისე? ხო, 1500-ით შემოვიტანეთ. ხო, თქვი გუშინ რომ ძალიან დაბალია 1500. წელიწადში. ბრძანეთ ბატონო არჩილი. ვიდრე ამ საკითხთან დაკავშირებით მე ბატონ დავითს შევეკითხებოდე, ბატონო არჩილი. ეს ამ საკითხი არის მიბმული. ბატონ რაულს არაერთხელ დაუსვავს ამ დარბაზში კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს ცენტრალური ტერიტორია, კაფე ბარებს აქ ქონა ათვისებული სავალი ნაწილი, გზის სავალი ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი. ეხლა იქ თითქოს და ერთ შემთხვევაში არის განლაგებული ორ მხრივად და შუა ნაწილი არის დატოვებული სავალი. ეს სიცხვილის კორიდორივით არის, რომ აქეთ ადამიანი პურს ჭამდეს და შუაზე ჩაიაროს ბავშვით ან ვიღაცა გლეხმა ადამიანმა, ხო? ის იზოლებული გახდება გადავიდეს მანქანის სავალ ნაწილზე. ეს ძალიან დიდ უხერხულობას იწვევს და აბსოლუტურად ქალაქისათვისაც არის სიმახინჯე. ეს აბსოლუტურად უნდა აღმოიფხვრას. ეხლა მე რატომ ამ საკითხი არის მიბული, ბატონო დავით? ეს ტერიტორია, რომელსაც დამატებით იქ სავაჭრო ობიექტია, ხო, საზღვების ობიექტი. აი რისთვის ჭირდება? ალბათ იგივე მდგომარეობაში მოაქცევს ამ ტერიტორიას, რაც მე ახლა აღნიშნე. კი ბატონო. და მით უმეტეს ამას თან ერთვის ის გარემოებაც, რომ მიმდინარეობს მაგ სამართლებრივი დავა ფიზიკურ პირებს შორის. კი ბატონო. ნუ ამ საკითხთან დაკავშირებით მე მგონი არის გუნდოვანი საკითხი ირგვლივ, რა თქმა უნდა მე გამარტა ბატონო. ცით გამარტება. აღნიშნული ობიექტი საზოგადოებრივ ნაწილს, ანუ საზოგადოების სარგებლობის ნაწილის მნიშვნელობასთან საერთოდ არ აქვს კავშირი, იმიტომ რომ საფეხმავლო ბილიკთანაც არ აქვს კავშირი, ეს ობიექტი თუ ვიცით, არის წარმოადგენს საფეხმავლო ბილიკის შემდგომ ტერიტორიას, რომელიც ჩვენს მიერ იქნა დარეგისტრირებული, რათა მოსახლეობა იყენებდა, ანუ თქვათ, მომართვის გარეშე და დამოუკიდებლად, ამიტომ გამოვთქვით სურვილი, რომ რადგან არ მომხდარიყო თვითნებური დაკავებები და სარგებლობები, დავარეგისტრირეთ, შეთავაზებული იქნა აღნიშნულ პირებზე, რომ დარეგისტრირების შემთხვევაში გადავუცემდით პირდაპირ, რადგანაც წარმოადგენს მათი მოპირდაპირებით, იქ არ შეიძლება დამოუკიდებლად განიკარგოს აღნიშნული ობიექტი. აღნიშნული ობიექტი არ ზღუდავს საფეხმავლო ბილიკს, ანუ ამ ობიექტის შემდგომ დაახლოებით რჩება კიდევ 4 მეტრომდე საფეხმავლო ბილიკი. სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ განკარგულებაში და განმარტებული თუ რა ვისთან მქონდა სამართლებრივი დავა, აღნიშნული ხელშეკრულების, ანუ განკარგულების მიღების შემდეგ გაფორმდება ხელშეკრულება და დაეკისრება ძველი დავალიანების დაფარვის ნაწილი და ასევე განისაზღვრება ახალი დავალიანების, ანუ ვალდებულების წარმოშობის ნაწილში, თანხი იჯარისთან გადახდის ნაწილში. სასამართლოს ეს დამთავრებულია სამართლებრივი. ანუ დავა მიმდინარეობს, შეხედეთ დავა მიმდინარეობს, თანხის გადახდის ნაწილში ჩვენ გამოვიდა. თანხას გადაგვიხდის დავა შეწყდება სამართლებრივად. 7000 ლარი არის თანხის ნაწილი. მადლობთ კოლეგებო, კენჭისყანზე ვაყენებ განკარგულების პროექტს. დიახ, ბატონო ზურაბ. მე მინდა რომ ცალკე ჩემი წინადადებას დავაყენოთ კენჭისყანზე, მე ვიზახი რომ ძალიან დაბალი ფასია და 3000 ლარი მაინც რო იყოს რა. ჩემი წინადადებას რო დავაყენოთ რა კენჭისყანზე 3000 ლარი. ძალიან დაბალია, გამოდის 2 ლარი და 77 თეთრი კვადრატული მეტრი გორკის ქუჩას, გორგილაძის ქუჩას ვაძლევთ კილაში. კი, შეფასე აუდიტის ფასით აქვს. ძალიან დაბალია. მე მახსოვს მაგ მიმდებარედ მივეცით 10000 ლარი თუ რაღაც. ბატონო ზურაბ, თქვენ 7000 და 7000 ლარს არ უმატებთ მეთქი? ი რომელიც ამ ძველ ვალციხდის კიდე ხო? არა, ვალი გასაგებია, მაგრამ ამ პიროვნებას უნდა დაესახა. 7000-ია ის ვალი.
5 წლიანი. არა, ის 7000 ლარი ჩათვალე, ამის ია ხვალ გადასახდელი ხო? მე ვფიქრობ, რომ ეს ხელშეკრულება 5 წლიანია, აუდიტის მიერ შეფასებული თანხითაა, მით უმეტეს ძველი დავალება უნდა გადაიხადოს, ამიტომ 5 წლის შემდეგ ახალი როცა ან გაგრძელებაზე აუდიტის შეფასებიდან გამომდინარე, საპრივატიზებო ღირებულებიდან გამომდინარე 5% შეადგინა ანუ 1300 ლარი და შესაბამისად კიდევ დამატებულია და 1500 ავიყვანეთ, რომ დავამგვალეთ. ისა ერთ ვიტყვი უბრალოდ მაინც მე ყოველთვის პროცედურულ ნაწილს ამაქვს ყურადღებას და მე როგორც მიხდი კომისიის გადაწყვეტილება გააჟღერა ბატონმა ზურამ და ამის შემდეგ ვიცი რომ ხდება შეთანხმება. ანუ თქვენ უნდა მიგეტანათ ეს ინფორმაცია დაინტერესებულ პირამდე, მერამდე გეთქვათ რომ კომისიის გადაწყვეტილებით 3000 ლარი იყოს გადასახადი ეს პროცედურები თუ გაიარეთ ბატონო დავით და თუ უარი მიიღეთ არის თუ არა საფუძველი იმისა რომ ნამდვილად ამ ადამიანის სასარგებლოდ გადავწყვეტოთ მივიღოთ იმიტომ რომ მეც უნდა დაუჭერო მხარი ახლა ხო საკითხს და ცოტა მე კომისიას უპატივცემულობას ვერ გამოუხატავ. ფინანსური შეფასება როგორ უნდა გავაკეთო მე რომ რა ღირსის ობიექტი. მაგ დაქირავებული იყო სპეციალური სამსახური კომისიის რეკომენდაციაზე საუბარი და არგუმენტირებული უარი გითხრა მეტი არაფერი. რომელი კომისია უნდა რომ 2 ლარი არის კვადრატული მეტრი გორგის ქუჩაზე. კი გავიგეთ აქ უშინც ვიკამათეთ და გავიგეთ მე კენჭრას დავაკეთებ. მაშინ ამოვიღებ წინა ბატონო თავმჯდომარე ამოვიღებ წინა გადაწყვეტილებას და მაშინ გადავხედოთ იმ წინა გადაწყვეტილებას რომ გაუზარდეთ ჩვენ ფასი რა ის საფუძველზე გაუზარდეთ და დაუკლოთ იგესაც ფასი მაშინ. ბატონო მიშა ბრძადეთ. ბატონო მაგალითად გამარტებას გავამე იმ პერიოდში როცა გავეცით იყო მაშინ ეს ვითარება არ იყო მოგეხსენება. არა, ნუ როშვაში ახლა ეკონომიკური საქმიანობა კი ბატონო. ბატონო მიშა ბრძადეთ. დიახ ბატონო არჩი. კი როგორ არა გდი. მოკლედ ესე იგი კოლეგებო და მეგობრებო მარტივად რო აღვიქვათ ამ საკითხის ესე რომ ვთქვათ მთელი არცი რა არის. თუ არ გჭირდება ეს აუდიტორული შეფასებები და ჩვენ ვართ ახლა აუდიტორები, მაშინ ჩვენ შევაფასოთ. ფასის კვლევა გავაკეთოთ შეგვიძლია ბაზარზე და თქვენ დაადგინოთ ფასი და ჩვენ დავადგინოთ ჩვენი ნებასობლის მიხედვით. კანონი განსაზღვრავს ფაქტს, რომ აუდიტორმა უნდა შეაფასოს, აუდიტორის შეფასებაში თუ ეჭვგებარება, სხვა ამბავია და თუ სხვა რაღაც არის ჩადენილი, მაგრამ ამ ძიმე პანდემიურ ფონზე, როდესაც შეუფასეს ადამიანს ხონება და ეს ამ პირობებზე არის ადამიანის თანახმა, ჩვენი გადაწყვეტილებები დამძიმება კიდე ამ ეკონომიკური ამბის, მე მგონი რომ რაღაცა სამართლიანად და სამართლებრივად ვერ ვიქცევით. განსაზღვრა ახსნა ხო მოხსენებელმა რომ 1300 ლარი არის განსაზღვრული აუდიტორული შეფასების მიერ, ვამატებთ კიდე მონირულად იმ 200 ლარს და ვამგვალებთ და ვაძლევთ ამ ფასში და ამ ძიმე სოციალურ ფონდზე კიდე გაორმაგება და გახუთმაგება, მაშინ ჩვენ დავადგინოთ ფასები და საერთოდ გჭირდება ეს აუდიტორი და მაშინ 10000-ში მივცეთ უკეთესია ჩემთვის, როგორც აღმასრულებელი ორგანოსთვის, მეტი შემოსავალი შემომივა, მაგრამ აბა იმას დავიკითხეთ, თქვა დაუძახეთ და გითხეთ რომ 3000-ის გადამხდელი არის თუ არ არის. ობიექტური მოცემულობა და სამართლებრივი მოცემულობა გვაქვს ეს, რაც არის შეფასება. და სამართლებრივად თუ მივყვებით, ესე არის და თუ ჩვენს გემოვნებაზე მივყვებით, მაშინ 100000 გადავახდებინოთ, ეგეც არა. იგივე თქვი ბატონო არჩი. გაზრდილი და შევუმციროთ იგენსაც რა. კოლეგებო, მე ვფიქრობ, ამ ასეთი ძიმე პანდემიის პირობებში შეფასება გაკეთებული არის. იგივეს გამეორება მიწევს, რაც ბატონმა არჩი მობრძანა. შესაბამისი აუდიტის მიერ მე ვფიქრობ რომ ჩვენ შეფასება თუ რამდენი ლარი შევაფასოთ ამიტომ მიმაჩნია რომ წარმოდგენილ პროექტს ჩვენ მხარი უნდა დაუჭეროთ შეიძლება მე ძალიან მოკლედ უკვე ბევრჯერ ითქვა და ვაკეთებ კენჭის ხრაზე არა მე უბრალოდ ერთი პასუხის გაგონება მინდა მომხსენებლისგან ბატონო დავით მომხსენებლისგან მე მინდოდა შემდეგი პასუხი კი ბატონო კომისიის რეკომენდაცია არის მოსული ოფიციალურად თქვენთან ანუ ქონდა გუში განვითარება ჩანაწერი გაკეთებულია წარმოდგენილი იქნა იგივე საკითხი შესაბამისად დღეს თქვენ მოხსენებაში უნდა გეხსენებინათ რომ გაიარეთ კომისიის რეკომენდაციები შესაბამის კომპეტენტურ პირებთან თქვათ მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე რაღაცა გამომდინარე ხებ მივიღეთ სამწუხაროდ ესეთ გადაწყვეტილება და ამის შემდეგ სამსჯელოზე რა თქმა უნდა ჩვენ გადმოვდეთ ზუსტად ეგ განმარტება გავაკეთეთ შეფასებული ვიყავით და კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ხა მოქალაქესთან შეუთანხმებლად გავიგე კომისიის გადაწყვეტილება მე мотиваცია გითხარით
მათ შორის ბატონი ზურა რასაც საუბრობს, იმ ნაწილში მორთვიანი შეღავათი ყველა იმ ადამიანს ეხება მსგავსი ტიპის საქმიანობა, ვისაც შეეზღუდა და იმას რომ უკლებთ, ესე იგი და ვიღაცას რო ვითვალისწინებთ, აქ ორმაგი სტანდარტი არ უნდა იმჟელოთ. თუ კიდე დაკლება არის და შეღავათი არის, ახლა არ გვეშლება ეგ შეღავათების ამბავით, წარმოდგენილი საკითხების 80% შეღავათებზე გვაქვს, ხო, აგებული და სოციალური მიმართულება. ბატონო, ძალიან მოკლედ რა. კი, მოკლედ. ძალიან მოკლედ და ვაგნებ გენჯისყრაზე. შეკითხვა მაქვს ასეთი, რატო გვეჩქარება ბატონო სულიკო თუ რა ხდება? არ ბრძანეთ რა, არ მოგეცეთ. თემათა. როგორ არა ბატონო რა, არ ვჩქარობ, არა, ბრძანეთ. მე შეკითხვა მაქვს ასეთი, აი მე არ ვარ წინააღმდეგი რომ თქვათ რაღაცა ისეთი გაკეთდეს, რომელიც ქალაქს მოხმარდება, ბიუჯეტში ფული შევა და რაღაცა ესთეტიკური იქნება. ამე სამრეცხაო ხო არ იხსნება, რაღაცა ისეთი ხო არ კეთდება, არა ესთეტიკური, იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ ტურისტული ზოლი. ეს გორგილაძის ქუჩა და მისი მიმდებარე ტერიტორია და ბატონო არჩი თქვენთან მაკითხვა. მე წინას ასე ვთქვათ ხდომაზე დავსვი გუმბათის მიერ იქ რო აშენებულია ასეს კონსტრუქცია რაღაცა შუში მინის და ათვისებულია კაკე ბატონმა არჩილმა თქვა და ამ თაკითთან დაკავშირებით რა ხნის რამდენდე აქვს ამას ვადა ხელშეკრულების და ფიქრობ თუ არა რომ ესეთი სიმახინჯეები ქალაქში რაც ეგ ესე ვთქვათ კონსტრუქცია არის ავიღოთ და ზოგიერთ ადგილები სადაც მაშინ აგერ შეგვიძლია ჩვენი მერიის წინაც არის ადგილი და შეგვიძლია იგივე კონსტრუქციები და რაღაცები სამრეცხაოები გავხსნათ ხო ამიტომ მაინტერესებს რომ ამ საკითხს გულისხმობით აკიდებით თუ და როდის იქნება შესწავლა და პასუხი მაინტერესებს რომ ესეთი შენობები უბრალოდ ესეთი ადგილები რომლებიც ტროტუარებს კეტავენ და სხვადასხვა უსახურ ადგილებში ჩდება აი ეს შესწავლი იქნება და პასუხი იქნება გაცემული და ალაგმული იქნება და აღარ იქნება ეს დემონტაჟი მოხდება ასეთი ადგილების აი ამაზე 10000 კვადრატი გაყიდა ამ ფირმამ და დიდი მოგება ქონდა და ვერ გაძღა ეთყობა და კიდე მიამატა და გადმოდის და ალბათ ქუჩაში მალე შუა ქუჩაში დაგვიდგამს ალბათ ამ კონსტრუქციებს ალბათ გააგრძელებს რა ბატონ სულიკოსთან თხოვნა მექნება რომ კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდგომ თუ რეგლამენტი არსებითად არ იღება დასმულ საკითხებზე რაც კოლეგებმა ბრძანეს მოკლე შეჯამებას გავაკეთებთ ან კი ბატონო მოკლედ შემოვიფარგლები ოღონდ კენჭისყრის დასრულების შემდეგ რომ ხელი არ შეეშალოს საკითხის მუშაობას ერთობლივად გიპასუხებთ რომ ბატონი არჩილის ბატონი რაულის და თქვენი კი ბატონო ბატონ მიშას სურდა ძალიან კარგია რომ ბიზნეს ხელს უწყობთ და ბიზნესმაც ხელი უნდა შეუწყოს ქალაქს საქმე იმაშია რომ მე ვფიქრობ აქ რაღაცა განსაკუთრებული მიდგომებია საჭირო იმიტომ რომ რეალურად აუდიტი აფასებს მიწის ნაკვეთს რომელიც სავარაუდოდ უნდა ისარგებლოს სეზონის 3 თვე მაგრამ ჩვენ მოცემულობა გვაქვს ის რომ ამ მიწის ნაკვეთებზე შემდგომში ვხედავთ კონსტრუქციებს რომლის მიწის სარგებლობა ხდება 24 თვის განმავლობაში თუა შესაძლებელი რომ 12 თვის განმავლობაში თუა შესაძლებელი რომ თუ ვაძლევთ სანამ საკრებულოში მოვა ეს საკითხი მანამდე ესკიზი იყოს დამზადებული რაღაც ნაწილობრივ უკვე იყოს გავლილი არქიტექტურის სამსახურთან და აუდიტმა შეაფასოს უკვე არსებული მიწის ნაკვეთი თავისი მიზნობრიობიდან გამომდინარე და ფასი შეედოს უბრალოდ მიწის ნაკვეთს ზონტით კი არა ის რა კონსტრუქციას თუ აძლევთ ჩვენ უნდა ვისურვეთ რომ აქ აკეთება ეს კონსტრუქცია და იმაზე პასუხისმგებელი უნდა ვიყოთ რომ რამდენით შემოდის რამდენით არ შემოდის რა კონსტრუქცია იქნება რა ხნით იქნება ფაქტიურად ხანდახან ისე გამოდის უფრო მეტი მიწის ნაკვეთს ვაძლევთ ვიდრე არსებული შენობა თავმხლობელს გააჩნია იქ და მისი შენობა საიჯარო მისი ზოგადი ფართის როდესაც იჯარაზე ცემს ან რაღაცა გაცილებით მეტი ღირს ვიდრე რეალური 2 ლარი კვადრატი და ჩვენ რაღაცნაირად აი ეს არის დასაბალანსებელი რომ უბრალოდ კი არ ვაძლევთ ამას ან ვიცოდეთ რას ვაძლევთ ვის ვაძლევს და რას აკეთებს რა მოსულობის იქნება როგორი კონსტრუქცია იქნება და რა გამოყენების იქნება და აუდიტორიც შესაბამისად ფასს გამოიყვანს. ერთი თემაა რომ პროსტამიტის ნაკვეთს აძლევს, მეორე თემაა რომ რაში გამოიყენებს და ბოლო ჯამში რა ზღებულობს ის მესარგებლე, რომელიც ამას სარგებლობს. თუ შესაძლებელი ძალიან მოკლედ ვიტყვი ბატონო სულიკო შეიძლება. ძალიან მოკლედ. კი, რაიმე კი ერთი წუთი ხوار დიახ ბატონო ძალიან ძალიან მოკლედ ვიტყვი. ეხლა ბატონო დათო იურისტი ხარ და ალბათ გაგიადვილდება ჩემი ნათქვამის კარგად ის აღქმა. იურისტები ვართ წლების განმავლობაში მუშაობდით. იურიდიულ საქმიანობაში.
სამართლებრივი დავა საკითხთან მიმართებაში, სადაც მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა, ამ საკითხთან მიმართებაში ჯობია ყოველთვის თავშეკავება. ესაა ჩემი რჩევა. ეს არის სამართლებრივი საფუძვლების მყარი დაყრდნობა და ახლა ამის შემდეგ როგორც კიდე გადაწყვეტეთ რა. არა, ზუსტად ამ განკარგულებით აღნიშნული სამართლებრივი დავა აღმოიფხვრება თანხის გადახდის ნაწილში და პირიქით სამართლებრივ დავას რო გავყვეთ, გაგრძელდება წლები, მიუღებელი შემოსავალს მივიღებთ, ანუ ვერ მივიღებთ ამ შემოსავალს და შესაბამისად ვერც აღნიშნული ობიექტი განვითარდება და ამიტომ აქ სამართლებრივი დავის დასრულების დალოდება უფრო შეფერხება იქნება ვიდრე ბატონო დავით, უკვე არსებულ კონსტრუქციაზეა საუბარი. არსებულ კონსტრუქციაზე არ არის. არსებულ ნაკვეთი გადაეცემა ბატონო მიშას გაგცემთ ნაწილს. მამის შემდგომ რა თქმა უნდა ის ვალდებული იქნება არქიტექტურის სამსახურთან შეათანხმოს და მიიღოს ნებართვა აღნიშნულ ობიექტზე განთავსების ობიექტის ნაწილი. გებადო. შეჩერებული კონდათ ვერ ფუნქციონირებს იმ დატვირთვით რა დატვირთვით ჰქონდა შესაბამისად ვერც თანხა გადაიხას და ამიტომ ჩვენი როგორც სახელმშეკრულება ვალდებულებიდან გამომდინარე თანხის გადაუხდელობის ნაწილში შეუწყვიტეთ ერთ ობიექტად ვერამუშავა გამოთქვა მეორე დამოუკიდებლად პირმა რომელმაც გადავიხდი აღნიშნულ თანხასაც და პლუს თქვენს მიერ ანუ აუდიტის მიერ შეფასებულ დადგენილ თანხას რასაც ვედავებოდით იმას იხდის ეს ადამიანი და რა აზრი აქვს დავის გაგრძელებას ვერ ხვდები ახლა. დავის გაგრძელების ნაწილში გამომარტავ კიდევ. დავის გაგრძელების ნაწილში რო ვიდავოთ ის რით დამთავრდება ანუ სამართლებრივი დავა გაგრძელდება შორს და კიდევ შემდგომ მისი ამოღების ნაწილშიც კიდევ შეიძლება სადავება და დაყადაღებება და ამიტომ დამოუკიდებლად პირმა რომელიც გამოთქვა პიროვნება გადავიხდი თანხასო და პლუს დიახ ბატონო დიმიტრი. მარტივად რა მე ვერ ერთ რაღაცას დავა გვაქვს ჩვენ ფიზიკურ პირთან თუ ფიზიკურ პირებს შორის დავაც არსებობს ცალკე პარალელურად არა თუ დავა გვარდება მაშინ პირიქით უკეთესია აგერ თანხას რასაც ვედავებით მივიღებთ 3 წლის შემდეგ და გვაქვს საშუალება ამოვიღოთ დღესვე ყველანაირი ადამიანი რესურსის ფინანსური რესურსის ხარჯვის გარეშე ეს ერთ მეორე ანუ კარგად რო გამომართოთ ახლა მე ვიზუალურად ვიცი ის ადგილი და ხვდები რაზეა საუბარი იმიტომ რომ ფასის ნამადის შემთხვევაში ანუ სხვა ვერ ისარგებლობს ეს უნდა ვთქვათ ანუ ვიღაცას აქვს აღებული კაპიტალური შენობა სადაც რაღაც საქმიანობას ეწევა კონკრეტულს თუ არ ვთქვი ან საშაურმე იქნება ან დასასრულის მაღაზია სხვა იქ არაფერი არა ან კაფე ასე ვთქვათ შეიძლება საშაურმე არა და მის წინ სხვა ვერ იმუშავებს თუნდაც ერთგვარად ქირავდებოდეს და თუ ის 1500 ლარად არ იქირავებს ან რა ფასად დადგენილი აუდიტის მიერ ვერ გავაქირავებს სხვა ვერ იქირავებს და დარჩება ანუ 3000-ის მოლოდინში და ვრჩებით 1500-ის გარეშეც იმ ნაწილსაც ახლა ბატონამიშა გასულ ჩემ პოზიციას ვიტყვი ვეთანხმები რომ დღეს ეს მოცემულობა გვაქვს და რა მე მხარს დაუჭერ ისე როგორცაა შემოსული მაგრამ მომავალში თუ აუდიტს ექნება საშუალება იანგარიშოს იქიდან რომ რა იქნება მომავალში ახლა გვეუბნება მიწის ფას გვეტყვის უკვე საქმის ფას არა აუდიტი აფასებს მხოლოდ მიწის ნაკვეთს და არა ანუ ჩვენ ქონებას მუნიციპალიტეტის ქონებას რა თქმა უნდა მისზე დარწებული იქნება დროებითი ნაგებობა და ის ჩვენი საკუთრება არ იქნება შესაბამისად აღნიშნული შენობასაც და უფრო ძლიერ გავაქირავთ ერთს ვიტყვი და всё კაბლანა და უკვე ბევრჯერ ძალიან მოკლედ არა ერთს ვიტყვი ბატონო სულიკო კი იმიტომ რომ ჩვენი ქალაქის და თითეული ქუჩის და თითოეულ ქუჩაზე მაცხოვრებლის ინტერესებს ეხება ეს კი ბატონო იმ ნაწილში რომ სასამართლო დავა შეწყდება თანხა შემოვა მით უმეტეს ამ მდგომარეობაში ასე შემდეგ რა თქმა უნდა ვეთანხმები მიშა წინადადებასაც უბრალოდ მე ამას ჩამოვყალიბებ ასე რა თქმა უნდა საკრებულოს ისა მერიას საკრებულოს თანხმობა ჭირდება მხოლოდ მიწის იჯარით გაცემის შემთხვევაში მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება მოსილება დაინტერესებული პირი თუ არა რა თქმა უნდა ვერ ვიზამ მაშინ გამოდის პირობიანი მოკლედ რაღაცნაირად ტექსტობრივად ვიმუშაოთ გავავრცოთ ისტორია ისე გავაკეთოთ რომ წინასწარ რაღაც მონახაზი მაინც გქონდეს საკრებულოს რა დანიშნულებისთვის ხდება ამ მიწის იჯარით გაცემა იმიტომ რომ ზუსტად 15 მოქალაქის საქმე მიდევს პირობითად ვიძახი პირველ სართულზე რომ სუბუქი კონსტრუქცია გააკეთა მეორეზე საფრთხე შეუქმნა და ასე შემდეგ და აი ასეთი ფაქტები რო არ იყოს ნამდვილად კარგი იქნება რაღაც მონახაზი წინასწარ მადლობა დაშალდა მომთავრე მე ორი სიტყვით ვიტყოდი თქვენ გამოდიხართ როგორც თქვენი მხრიდან და როგორც გამოდივართ რა თქმა უნდა ყოველთვის ჩვენი მხრიდან მაგრამ მეორე
ბატონო, მაგრამ მოსახლეობის ინტერესებიც და საერთოდ ბიზნესმენის ინტერესებიც უნდა დავიცვათ. შესაძლებელია ადამიანმა ეხა მე ცოტა სხვანაირად ვიყურებ მაგ საკითხს თქვენსგან განსხვავებით. შეიძლება იმ 45 კვადრატში ისეთ ბიზნესს ვაპირებ, რომ შეიძლება ხოლმე $100,000 შემომიტანოს, მაგრამ იმას სხვა გათვლებები აქვს, იმას სხვა ის იქნება და ეხა ყოველ შემთხვევაშიც ჩემ ბიზნესის რაღაც რეალური ხვალინდელი დღეს მე ვერ დაგანახებ. მე იმ მიწას ვიქირავებ რა მიწაშიც შეფასებას დამიდებენ და ეს მგონი უფრო სამართლიანია. დიდი მადლობა. კოლეგებო, ვაყენებ კენჭის ფრაზე. თუ ვინმეს აღნიშნული თემის მსგავს თემებზე ვინმეს თუ აქვს თავისი მოსაზრება სხვა ვარიანტები და უკეთესი ვარიანტები თუ როგორ მოხდეს ღმერთს მადლობა მე ის კალები ღია მეგობრებო შებრძანდით შეთანხმდით არავინ არ გიშლით საკითხი წარმოდგენილია კანონმდებლობის სრული დაცვით შეფასებული აუდიტორის მიერ და ამიტომ მე ვფიქრობ რომ აღნიშნული საკითხი კენჭის ხმაზე ვაყენებ კოლეგებო განკარგულების პროექტს ვაყენებ კენჭის ხმაზე მომხრე წინააღმდეგი 2 განკარგულება მიღებულია ცხრომა დახურულია მაგრამ უკაცრავად ბატონ არჩილს თხოვთ არა ჯერ არა დახურული ბატონ არჩილს თხოვთ ალბათ ჩემზე იყო საუბარი ბატონო არჩილ და გიპასუხებთ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს. გითმობთ. ესე იგი პირველ რიგში ბატონ ლაშას გულწრფელად ულოცავ და წარმატებებს უსურვებ, შემდგომ საკანონმდებლო საქმიანობას უკვე რეგიონის ჭრილში და ისე გამოიჩენს თავს დარწმუნებული ვარ როგორც 7 წლიანი ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის პერიოდში და უფრო წარჩინებული იქნება მეტი გამოცდილებით და მეტი შემართებით წარმატებები ბატონ ლაშა და მადლობა თანამშრომლობისთვის იმისათვის რაც ქალაქისთვის გაიგეთებიათ მთელი წლების განმავლობაში. ეხლა დასმულ საკითხებთან დაკავშირებით და რიგითობით რომ მივყვეთ ძალიან სწრაფად და ძალიან მოკლე პასუხებით მინდა რომ შემოვიფარგლო. რაც შეეხება ქუჩების მონიშნების საკითხს ბატონო არჩილი ისიც ალბათ ნახეთ რომ ცენტრალურ ნაწილიდან დავიწყეთ ახალი ნიშნების ესე რომ ვთქვათ მონტაჟი და გაგრძელდება ეს ბუნებრივია მათ შორის შემოერთებულ ტერიტორიებზეც და შევეცდებით რომ ძალიან სწრაფად და ეფექტურად მოხდეს ისე რომ ჩვენი თანამოქალაქეების ის ყველა საკითხი აღმოიფხვრას მათ შორის ეს იქნება სასწრაფოს გამოძახების ნაწილი თუ იდენტიფიცირების ნაწილი ამ მისამართების. შემდგომი საკითხი მრავალბინიანი კორპუსების დეზინფექციასთან მიმართებაში აქ ჩვენ მეორე ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება დეზინფექციის ნაწილი განხორციელებული იყო მხოლოდ ისეთ ადგილებზე სადაც ხალხმრავალი შეხება და მრავლობითი შემხელობა ჰქონდა ეს იქნებოდა საფოსტო ხუთები ეს იქნებოდა ლიფტები და ლიფტის კაბინები და ასევე ის ადგილები სადაც საბავშვო ატრაქციონებია და ასევე სკამები და მაგიდები სადაც მუდმივი თავშეყრა ხდება ჩვენი თანამოქალაქეების. იმიტომ რომ ბუნებრივია რესურსების ნაწილშიც და ეპიდემიოლოგიურმა კუთხემაც დაგვანახა რომ ეს ნაწილი მნიშვნელოვანი არის და ეფექტი აქ უფრო მეტი გვაქვს. შემდეგი საკითხი იყო ბატონი რაულის მიერ დასმული 101-103 ნომრის მაცხოვრებლების ეზოების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით. სწორად ახსენეთ თქვენ და ბრძანეთ რომ აქ გარკვეული მოლაპარაკებები ამ ეზოს მაცხოვრებლებს და მიმდებარე ეზოს მაცხოვრებლებს დღემდე აქვთ კომუნიკაცია ინვესტორთან და სწორედ მაგიტომ არ იქნა მიღებული ეზოს კეთილმოწყობის გადაწყვეტილება, ვინაიდან იქ განაშენიანების ნაწილში ათვისებას აპირებდა ეს კონკრეტული ინვესტორი და დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ თუ გრძელვადიანად ჩვენ დავინახავთ, რომ იქ რეალურად ვერ თანხდება მოსახლეობა და ინვესტორები, ასევე მოსახლეობის აზრის და ინტერესების გათვალისწინებით არსებული პროექტი ნამდვილად ვიცი არსებობს კეთილმოწყობის სამსახურში და ჩვენ განვახორციელებთ ამ ეზოს კეთილმოწყობას ისე რომ მოქალაქეთა ინტერესები მაქსიმალურად იქნეს დაცული და მათი სურვილები. შემდეგი საკითხი იყო ესე იგი მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროულად დასრულებასთან დაკავშირებით. ყველა ჩვენთაგანი უკვე წლების განმავლობაში ხედავთ და პრაქტიკულად თანამონაწილენი ვართ იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნებით უნებლიეთ გვიწევს შემხებლობა და მე კიდევ ერთხელ ბოდიშ ვუხდი ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კონკრეტული ინფრასტრუქტურული
ტექნიკური სამუშაოების განხორციელების დროს იზღუდება, ესე რომ ვთქვათ, და გარკვეული ტიპის დისკომფორტს განიცდის. მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვიცით რა მნიშვნელობის მატარებელი არის, მათ შორის მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის სანიაღვრე სისტემების, მათ შორის საკანალიზაციო სისტემების კეთილმოწყობის საკითხი, რა შრომატებადი სამუშაო მიმდინარეობს. ჩვენ იცით, რომ ყავს ევროპელი კონტრაქტორები, უბრალოდ აქაური კონტრაქტორები, მაგრამ ევროპული სტანდარტებით და ევროპული ზედამხედველები, მათ შორის გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ დაქირავებული და ისინი ძალიან პედანტურად ევროპული სტანდარტებით და საერთაშორისო სტანდარტებით ახორციელებენ ყველა იმ პროექტზე ზედამხედველობას. იქ არის დათქმული ვადები, იქ არის მთელი რიგი სატესტო რეჟიმში მუშაობის, ესე რომ ვთქვათ, პრაქტიკაც და გამოცდილებაც, რაც გრძელვადიანად ამ სისტემის ესე რომ ვთქვათ, გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ჩემი არაერთ გზის ესე რომ ვთქვათ, თხოვნისა და მოწოდებისა, მათ აქვთ თავისი გაიდლაინები და სამართლებრივად ისინი სახელშეკრულებრივ ჩარჩოებში ჩდებიან, ისევე როგორც თქვენი, ჩემი სურვილიც არის და ყველა ჩვენი თანამოქალაქის სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად მოხდეს ამ ესე რომ ვთქვათ, ჯერ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, მერე საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა, მათ შორის ეზოების კეთილმოწყობაც, მაგრამ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ბოდიშის მოხდით, მაგრამ უნდა ვაცალოთ ჩვენი მხალს მუშაობა და ეტაპობრივად, რაც შესაძლებლობა არის და ეს საშუალებაც არის. უნდა გაიტესტოს ეს სისტემები, უნდა კეთილმოეწყოს ისე იმ სტანდარტებით, რა სტანდარტების შესაბამისათაც არის დადებული ხელშეკრულება ჩვენსა და ჩვენს პარტნიორებს შორის და აქ ამ ნაწილში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში სრულად დასრულდება მეოთხე ფაზა და ამით ის დისკომფორტი და უხერხულობები სრულად აღმოიფრება, მაგრამ მანამდე შესაძლებლობების ფარგლებში ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად ხედავთ ალბათ, რომ დღეს არ ვაცდენთ ყოველდღიურად პრაქტიკულად გვიწევს მეც კეთილმოწყობის სამსახურსაც და ყველა ჩვენს გუნდის წევრს, რომელიც პასუხისმგებელია ინფრასტრუქტურაზე, წელსაც და მომავალ წელსაც გვექნება ძალიან ინტენსიური, ესე რომ ვთქვათ, ზედამხედველობა მიმართულებით და უშუალოდ ვარ ჩართული და ვიქნებით ჩართულები. შემდგომი შეკითხვა იყო ბატონი ბესოს შეკითხვა კომფორტის ნაწილში უნდა შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი ჩვენს თანამოქალაქეებს და იმ ვიზიტორებს, რომლებიც სტუმრობენ ბათუმის მერიას, რიგით საკითხების ნაწილში აქვს მომართვიანობა. აქ ერთის მხრივ ბუნებრივია გადაიარაღება და ესე რომ ვთქვათ, გადახედვა საჭიროებს ჩვენი კანცელარია, მათ შორის და ასე რომ ვთქვათ, იქ ტექნიკური არსენალი და შესაძლებლობები შეიძლება რომ გადაიარაღდეს და უკეთესი იყოს და კეთილმოეწყოს, თუმცა თქვენ ალბათ იცით ჩემზე უკეთრო პანდემიისგან გამომდინარე სარემონტო სამუშაოების ხარჯები ამოღებული იქნა მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან და მომავალი წელსაც არ გვაქვს იმის მქონება რომ რაღაცა რემონტზე და კეთილმოწყობაზე ვიზრუნოთ ჩვენი შიდა ტერიტორიების და ჩვენი ადმინისტრაციული შენობების. მაგრამ მიუხედავად ამისა ერთ რამეს დავამატებ და ვიტყვი რომ ბინათ მესაკუთრეთ ამხანაგებების ნაწილში ასევე დისტანციური მართვის კუთხით ჩვენ გვექნება სიახლეები და პრაქტიკულად ყველა ბინათ მესაკუთრეთ ამხანაგობის წარმომადგენელს და ამხანაგობის ხელმძღვანელს ასევე ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლებათ სახლიდან დისტანციურად დაარეგისტრირდნენ განცხადებები და მათ ამხანაგობებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სხვა მიმდინარე საკითხებზე დისტანციურად მიიღონ პასუხები და ეს იქნება სრულიად გამჭვირვალე და ეს იქნება ძალიან ეფექტური, მათ შორის პანდემიის ფონზე. კიდევ ერთი საკითხი და ბოლო საკითხი, ბატონი მიშა შეეხო ირიბად და ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ბოლოს ჰქონდა ქონების მართვას გამოტანილი ღია სივრცეების და საზოგადოებრივი სივრცეების ათვისების ნაწილში, სრულიად ვეთანხმები კოლეგების მიერ დასმულ შენიშვნებს უსახურ ნაგებობებთან დაკავშირებით, ამავდროულად განთავსების ვარგისიანობა უვარგისობასთან დაკავშირებით და ამავდროულად იქ საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვასთან დაკავშირებით, სწორედ ერთ-ერთი საკითხი კი, გავიგე კონკრეტული მაგალითის, მაგრამ ბატონო რაულ, ესე კონკრეტულ მაგალითებზე რო არ დავიდეთ, საერთოდ ხედვის ნაწილში მე-10 საკითხი სწორედ მაგას ეხებოდა, რაც წარმოდგენილი იქნა საკრებულოზე, გადავარდა 1 აპრილამდე ამის ამოქმედება, ჩვენ მუშაობთ წესზე, წესი იქნება მოხდება ესე რომ ვთქვათ, ინვენტარიზაცია ქალაქის მასშტაბით საზოგადოებრივი სივრცეების და ესე რომ ვთქვათ, ღია სივრცეების, მეტადრე როდესაც პანდემიამ დაგვაყენა იმ ესე რომ ვთქვათ, გამოწვევის წინაშე რომ ღია სივრცეებში უნდა გადავიტანოთ, მათ შორის კომერციული საქმიანობის სიმძიმეები, მათ შორის სხვა საქმიანობის სიმძიმეები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, რომ გონივრულად იქნეს განკარგული, მეორეს მხრივ შეფასებების ხელახალი გასაკეთებელია, იმიტომ რომ 2015 წელს მიღებული წესის შესაბამისად მოქმედეთ დღემდე და ამავდროულად კვლევა არის ჩასატარებელი, სად შესაძლებელი არის
გამოყენებული იქნეს ახალი სივრცეები, სადაც შეგვიძლია რომ ავითვისოთ რა იერსახით და ამავდროულად ამ კვლევის შესაბამისად ეს იერსახესთან დაკავშირებული პრობლემაც, მათ შორის განთავსებასთან დაკავშირებული პრობლემაც და ძალიან ბევრი სხვა საკითხი, რაც ძალიან გვაწუხებს და მათ შორის ვიზუალის პრობლემაც იქნება, ესე რომ ვთქვათ, გათვალისწინებული და ამასთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივად გადაწყვეტილებას, თქვენს გარეშე ბუნებრივია ეს ამბავი არ მოხდება და ერთობლივად მივიღებთ ქალაქის სასიკეთო გადაწყვეტილებას, მათ შორის იმ მსგავსი ტიპის ობიექტებზე, რადგან კითხვა არის დასმული. ანუ უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს, ამას გადაწყვეტავს და ბოლო საკითხი ბატონმა მიშამ რაც ბრძანა ამის შემადგენელი არის ერთ-ერთი, როდესაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია შემოდის შუამდგომლობით და უпростоრად მერია შემოდის შუამდგომლობით და თქვენ მოგმართავთ ამა თუ იმ მიწის ნაკვეთის ათვისებასთან დაკავშირებით, იქ იგულისხმება ბატონმა მაშამ სწორად განმარტა. იგულისხმება მიწის ნაკვეთის ის აუდიტორული შეფასება, რა შეფასებასაც აუდიტორი ახდენს და რის ფასი რაც არის. მესმის რომ ვიღაცა შეუძლია ფეშენებელური, ესე რომ ვთქვათ, ბიზნეს მიზიდულობის ცენტრი გააკეთოს, ვიღაცას შეუძლია ნაკლებად ვიზუალურად ესე რომ შემხებლობაში და მისი საქმიანობა ნაკლებ ბიზნეს შემოსავლის მატარებელი იყოს. აქედან გამომდინარე, ახლა მომავალი მოგების და გამდიდრების მისნით, ესე რომ ვთქვათ, ერთი და იგივე გვერდზე მიწის ნაკვეთს ბუნებრივია სხვადასხვა კომერციული შემოსავალი ექნება და მათი კომერციული შემოსავლის მიხედვით ჩვენ ვერ დავბეგრავთ და საიჯარო გადასახადს ვერ დაუწესებთ ერთის მხრივ წარმატებულ ბიზნესს და მეორეს მხრივ ნაკლებად შემოსავლიან ბიზნესს. ამიტომ წესი სამართლებრივად და სამართლებრივი მიდგომებით ესე არის, რომ მიწის საიჯარო ღირებულების ნაწილში ის ადამიანი კონკრეტული განცხადებელი იხდის იმ თანხას, რასაც აუდიტორი უწესებს მას, შემდგომ განვითარებაზე ის თუ დიდ შემოსავალს პოვებს, ესეც ხო ჩვენი ფუნქცია არის, ხა რომ ვიღაცა რაც შეიძლება ხელი უნდა შეუწყოთ იმ ადამიანს, ვიღაცა მეცი შოვის, ვიღაცა ნაკლებში შოვის, ეს აბსოლუტურად ახლა არ მგონია, რომ ქალაქ ბათუმის საკრებულოს ან ქალაქ ბათუმის მერიის კალკულაციის საგანი იყოს რა. მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებები ბატონ ლაშას და წარმატებები თქვენ. მადლობა ბატონებო, შრომა დახურულია.